დაახლოებით 4 მილიარდ 700 მილიონი წლის წინ გაჩნდა მზის სისტემა. დაახლოებით 4 მილიარდ 400 მილიონი წლის წინ გაჩნდა დედამიწა თავის თანამგზავრ მთვარესთან ერთად. 3 მილიარდი წლის წინ გაჩნდა სიცოცხლე. და მხოლოდ 400 მილიონი წლის წინ ამოვიდა იგი ოკეანიდან. და მხოლოდ, როგორც ვარაუდობენ, 300 მილიონი წლის წინ გაჩნდა ნამდვილი ცოცხალი ბუნების მიერ გამოცემული ხმები დედამიწაზე. როგორც პალეონტოლოგებმა დაადგინეს, ასევე პირველი ხმის გამოცემები მაინც მწერები იყვნენ. პირველი ხმელეთზე მრავალფეხები ამოვიდნენ, კიბოსნაირები, უკვე მწერებმა, რომლებიც მაგალითად კალიები, ციკადები, მათი წინაპრები. ისინი უკვე გამოცემდნენ ხმებს. თქვენ თუ ახლა ზაფხულია და უამრავ ჭერჭინობელას და კალიას ნახავთ და კუტკალიას, რომლებიც მღერიან, დააკვირდით მათ როგორ მღერიან. ისინი ფრთებს უსვამენ ერთმანეთზე. ქვედა ფრთას ეწოდება სიმი, ზედას ეწოდება ხემი და აი ამ ორი ფრთის ერთმანეთზე გადასმისას იქ არის სპეციალური წანაზარდები, რომლებიც საკმაოდ ძლიერ ხმას გამოსცემენ. რომ გამოსცემ ხმას, საჭირო არის, რომ ვიღაცამ გაიგონოს ეს ხმა, ხო? მე რომ საუბრობ ახლა, თქვენ ამას ისმენთ. როცა მანქანა ჭირვეულობს, პირველი კითხვა რაც თავში გიტრიალებთ არის ვინ შეაკეთებს მას. პასუხი მარტივია. ის ვისაც შენი მოდელის 500-ზე მეტი მანქანა აქვს შეკეთებული. გადმოწერეთ ქარუს აპლიკაცია. გამოიძახეთ ავტოასისტენტი, რომელიც მანქანას წაიყვანს და შეამოწმებინებს საუკეთესო ხელოსანს. მისგან გაიგებთ რა არის გასაკეთებელი და რა დაგიჯდებათ მომსახურება. მხოლოდ თქვენი თანხმობის შემდეგ იწყება მანქანის რემონტი. მომსახურების ყველა ეტაპზე ქარუს ავტოექსპერტები ასურათებენ და ასახავენ მთლიან პროცესს პლატფორმაზე. ასე რომ ზუსტად იცით თუ რა ხდება თქვენი მანქანის თავს. ქარო არ გახლავთ უბრალოდ მანქანის შეკეთების სერვისი. აპლიკაციის ბმული ვიდეოს აღწერაშია, ხოლო თქვენი შთაბეჭდილებები კომენტარებში გაგვიზიარეთ. ხმის გამოცემასთან ერთად, რა თქმა უნდა, გაჩნდა ხმის აღმქმელი, ბგერების აღმქმელი აპარატი, სასმენი. მილი თავიდან, სასმენი აპარატი, ზოგჯერ მილი ეს არ იყო. ნახეთ კალიას შეხედეთ წინა ფეხის სახსარზე აქვს ორი ღრმული. ეს ღრმულები თავდება მემბრანით და სწორედ ეს მემბრანებია, რომლებიც აღიქვამენ ბგერებს. მე-19 საუკუნის დასაწყისში ჰამბურგში ბერლინიდან გადმოდის ქირურგი, რომელსაც სახელად ჰქვია კარლ როტენბერგი. ჰამბურგის უნივერსიტეტში არის ძალიან კარგი კოლექცია, როგორც ნამარხების, ასევე თანამედროვე ცხოველების, ჩონჩხების. და დაიწყო თავის ქალას, ადამიანის თავის ქალას წარმოშობაზე მუშაობა. ადამიანის ყბის ძვალი შედგება ერთი მთლიანი ძვალია, ხო? სამაგიეროდ ქვეწარმავლების ძვალი შედგება 5 ნაწილისგან. და როგორც როტენბერგმა დაადგინა, აი ეს 3 ნაწილი, რომელიც ქვეწარმავლების უკანა მხარეს აქვს, მოცილდა ყბას და ძუძუმწოვრების შემთხვევაში გადაიქცა 3 უნიკალურ ძვლად. ეს არის ყველაზე პატარა ძვლები ჩვენს ორგანიზმში და მათ სახელებიც ძალიან საინტერესო ქვია. ჩაკუჩი, გრდემლი, უზანგი. ჩაკუჩი უერთდება დაფისაფქს, შემდეგ აქ აღქმული ბგერა გადაეცემა გრდემლს, გრდემლი გადასცემს უზანგს, უზანგი მიმაგრებული არის ეგრეთ წოდებულ ოვალურ სარკმელზე, რომელიც არის ლოკოკინაზე მიერთებული და ლოკოკინას გადასცემს ამ ბგერებს. ლოკოკინაში კი არის სხვადასხვა ზომის სიმები, როგორც აი როიალში, როიალი რო ახადოთ და ნახავთ, ხო, ზოგი მოკლეა, ზოგი გრძელია, რაც უფრო გრძელია და სქელია, სიმი მით უფრო დაბალ ხმას გამოსცემს. ანალოგიური რამ ხდება ჩვენს ყურშიც. აქ არის სიმები ჩალაგებული, ეს არის ნერვული უჯრედები, ნერვული სიმები, რომლებიც აღიქვამენ სხვადასხვა ტონალობის ხმებს. შემდეგ გადასცემენ სასმენ ნერვს. ამავე ყურის აპარატზე არის განლაგებული თაღოვანი სარკმელები, 3 სარკმელი, 3 განზომილებაში. ევოლუციური შედევრია ზოგადად ყური. რკალები განსაზღვრავენ ჩვენს ორიენტაციას სივრცეში. აქ არის ჩვენი ვესტიბულარული, ანუ წონასწორობის აპარატი. მაღაზიათა ქსელი Family ქუთაისში. უბნის პატარა მაღაზიით დაწყებული ბიზნესი. მაღაზიებისა და მზა საკვების საწარმო Family Food-ის 30 ფილიალი ქუთაისში, ზესტაფონსა და სამტრედიაში. ყველაფერი ერთ სივრცეში. ძირითადი პროდუქტები, ახალი ხილბოსტნეული, საკანცელერიო საგნები, სათამაშოები და გალანტერეა. Family Food, მზა საკვები და საკონდიტრო ნაწარმი. საუკეთესო არჩევანი, როცა დრო შეზღუდულია, ხარისხი და გემო კი პრიორიტეტად რჩება.
ჩვენი ყნოსის ორგანო მოთავსებული არის აი ამ ნაწილში, ზოგადად ცხვირი კარგი რამეა, რაც უფრო დიდია უკეთესია, რატომ? იმიტომ რომ ცხვირში ხდება ჰაერის გათბობა. ჰაერის გაწმენდა მტრისგან, ჰაერის გაწმენდა ბაქტერიებისგან და ვირუსებისგან, ჰაერის დატენიანება, რაც აუცილებელი არის ჩვენი ბრონქებისთვის, ჩვენი ფილტვებისთვის. ჩვენ ხა სმენა და ყნოსვა იმდენად არ გვაქვს კარგად განვითარებული, იმიტომ რომ დავკარგეთ ამის საჭიროება. ყნოსის ორგანო დაკავშირებული არის თავის ტვინის ყველაზე ძველ, ეგრეთ წოდებულ ლიმბურ სისტემასთან და აქ ხდება ძალიან დიდი ხნით შენახვა ინფორმაციის. აი ბავშვობაში ჩვენ შეიძლება რაღაც სუნი გავიგეთ და ამ სუნს დაუკავშირეთ რაღაც სიტუაცია. აუცილებლად და მე ძალიან ხშირად მქონია და ძალიან ბედნიერად მიგრძნია თავი, როდესაც დამიჭერია ეს სუნი, მომენტალურად წამოსულა მოგონებები. ჩვენი ორგანიზმი არ არის შექმნილი იმისთვის, რომ გამონაბოლქვით გაჯერებულ ჰაერში და მუდმივი ხმაურის პირობებში იარსებოს. ქალაქი წლების განმავლობაში შეუმჩნევლად გვაცლის ენერგიას და ნაადრევად გვიჩენს ჯანმრთელობის პრობლემებს. საბედნიეროდ არსებობს გამოსავალი. სულ რაღაც 23 კილომეტრში თბილისიდან და თქვენ შინუდის დასახლებაში ხართ, რომელიც ბევრად მეტია ვიდრე კეთილმოწყობილი მიწის ნაკვეთების გაერთიანება. თუ მზად ხართ გაცვალოთ ქალაქის მუდმივი სტრესი ბუნების ნაირფერ გარემოსა და თქვენი შვილების ჯანსაღმომავალზე, მაშინ შინუდი თქვენი ადგილია. ჩემი რჩევა აიჩქაროთ. პროულად გაეცანით შინუდის შეთავაზებებს და გააკეთეთ თქვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანი. შინუდის კოორდინატები ვიდეოს აღწერაშიც არის. ყნოსვა, სმენა, მხედველობა, ეს არის ის ორგანოები, რომლებიც ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ ორიენტაცია მოვახდინოთ სივრცეში. გავფრთხილდეთ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაცულები ვიყოთ. აქედან გამომდინარე, ამ ორგანოებს, რა თქმა უნდა, მოფრთხილება სჭირდება. და ამისთვის მე მოვიწვიე სტუმრად ჩემთან ადამიანი და ყველა არ გამიკეთებია ამ ხელა შესავალი, ადამიანი, რომელიც არის ოტორინოლარინგოლოგი, ქირურგი, ძალიან წარმატებული სპეციალისტი თავის საქმეში და მე მასთან ერთად ვისაუბრებ ჩვენი მაყურებლებისთვის და ჩემთვისაც ძალიან საჭირო და საჭირობროტო საკითხებზე. ისეთებზე, როგორიც არის ყერის, ყურის, ცხვირის დაავადებები, თუ რა პრობლემებს ვაწყდებით ჩვენ ძირითადად, ასევე ჩვენ რა თქმა უნდა ვისაუბრებთ იმ სამედიცინო ინოვაციებზე, რომლებიც ამ ბოლო დროს განხორციელდა მსოფლიოში და რას გვთავაზობს საქართველო ამ მხრივ. მე ახლა ჰამბურგიდან უცებ ტელეპორტირებას გავაკეთებ თბილისში და შევხვდები ჩემს ინტერვიუერს. კიდევ ერთხელ გამარჯობა და ჩვენ გადმოვინოცვლეთ ჰამბურგიდან საქართველოში, როგორც შეგვიძლია, ხვდებით უკვე პროფესიონალ რომელმაც მეტი იცის, ჩემზე გაცილებით მეტი იცის ყურის, სმენის აპარატის შესახებ, ყნოსვის და სუნთქვის აპარატის შესახებ, ბატონ გრიშა თოფურიას და ჩვენ გვექნება ძალიან მე ვფიქრობ საინტერესო საუბარი უკვე უფრო ღრმად შევალთ აი ამ ძალიან საინტერესო ორი ალბათ ძირითადად ამაზე ვისაუბრებთ სმენაზე და ცხვირზე რომელიც ასევე საკმაოდ საინტერესო კი არა აუცილებელი და საჭირო ორგანოა იყო და ადამიანებში ცოტა ნაკლები ფუნქცია აქვს დღეს მაგრამ ყოველ შემთხვევაში სასუნთქად გვჭირდებოდა ჰაერის გასათბობად, გასაფილტრად, დასატენიანებლად და ასე შემდეგ. ბატონო გრიშა, მე მინდა თავიდან დავიწყო, რატომ დაინტერესდით მაინც და მაინც აი ამ, იმიტომ რომ მე თვითონ ვარ ოტორინოლარინგოლოგების ოჯახიდან, უბრალოდ დედა იყო და მე მახსოვს რომ საკმაოდ რთული პროფესია, განსაკუთრებით ქირურგობა, იმიტომ რომ მაინც თავზეა ეს ყველაფერი, მაინც კავშირში არის თავის ტვინთან, სხვა გზნობათა ორგანოებთან, ძალიან ფაქიზი სამუშაოა და ძალიან იუველირული თუ მით უმეტეს ეს ყურს ეხება და აი რატომ მაინც და მაინც ოტორინოლარინგოლოგია. დიდი მადლობა, რომ გამონახეთ და ასეთ საინტერესო და საყურადღებო თემებზე გავამახვილებთ დღეს და მოგვიწევს საუბარი. სმენა და ცხვირი და ყურის და ცხვირის ორგანო, კარგად მოგეხსენებათ, ხა როგორი აქტუალური ორგანოა, ძალიან ზოგადად სხვა ორგანოსთან ერთად, მაგრამ სმენითი აქმა გარემოსი
ყნოსვითი ახმა გარემოსი ბიოლოგი ბრძანდებით და კარგად მოგეხსენებათ ევოლუციის გზაზე, ევოლუციის განვითარების ამ ეტაპზე, როგორი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და დღესაც როგორი აქტუალური და ასე იქნება კაცობრიობა იარსებებს. შესაბამისად, ამ დარგთან შეხება მე ახლა ბავშვებიდან თქვენგან განსხვავებით, რაც თქვენ მშობლებიდან და ოჯახიდან გამოგყვათ ამ პროფესიასთან შეხება, მე შეხება არ მქონია. მხოლოდ იმის გარდა თუ მამიდას არ ჩავთვლიდა მის ოჯახს, ექიმების ოჯახს, კარდიოლოგს, თერაპევტებს და გინეკოლოგს და შემდეგ და ჩემს ბავშვობაში მეტი მისწრაფება ხაზვისკენ მქონდა, ხატვისკენ, მათემატიკური ცოდნის ტექნიკური მხარისკენ და მქონდა ფიქრადაც და გარკვეული ემოციებიც მქონდა ბავშვური არქიტექტურასთან და ნახაზებთან მიმართებაში. ხატვა ნახაზებთან და ჩემი განაცხადი როცა მამამ და მშობლებმა მკითხეს აი რას ფიქრობდი რა მინდოდა და რო განაცხადი არქიტექტურული მამიდამ ისეთი პროტესტი გამოხატა რომ რას ამბობ მთელი ოჯახი ექიმები ვარ და სრულიად შემთხვევით არა მაგრამ მიზნობრივად ჩემი საბუთები აღმოჩნდა მის მიერ შეტანილი სამედიცინო ინსტიტუტში მაშინდელ სამედიცინო მე უკვე უნივერსიტეტი დავამთავრე და ასე შეიძლება ითქვას აი ბედის წყალობით, მამიდას წყალობით და მისი ოჯახის წყალობით, ექიმების ოჯახის წყალობით აღმოჩნდა უკვე იყო სპეციალიზაცია, ხო? უკვე ვიწრო სპეციალიზაციაში მომიწია და გამიმართლა სტუდენტობის პერიოდში რესპუბლიკურში ექთნად მუშაობის დაწყებამ და ეს სამსახური ეს პროფილი ექთნობის პროფილით აღმოჩნდა ყელყურცხვირის განყოფილებაში დეპარტამენტში კათედრაზე მაშინდელში რესპუბლიკურში მე-9 სართულზე რომელსაც განაგებდა ბატონი შოთა ჯაფარიძე და თქვენ აი პატარა ბავშვს რო კუჩიდან ხელს მოკიდებ ჩაჭიდებ და აზიარებ ამ დარგის თელს სიდიადეს აი ეს ბატონმა შოთა ჯაფარიძემ ჩამჭიდა ხელი და აი დღევანდელ დღეს წარმოვადგენ ყელყურცხვირში მისი წყალობით შემდგომ იყო გარკვეული დაბრძოლებები, გარკვეული ბრძოლები პირობითად ამ დარგში ფეხმოკიდების, მაგრამ ბატონის შოთას წყალობით ისე გამოვიარე ეს გზა რომ დღემდე თქვათ რომ საქართველოს აღმოჩლიერი სკოლა ჰქონდა ოტოლარინგოლოგიის და როგორც ვაკეში მე-9 საავადმყოფოში ბატონის სიმოხეჩინაშვილის სახით, აქეთ რესპუბლიკურში იყო სამედიცინო ინსტიტუტის ბაზა და ეს ორი ბაზა განაგებდა საქართველოში ლარინგოლოგიურ სამსახურს და ისეთ მაღალ დონეზე და ესე წარმატებით, რასაც აგეთ თქვენი დედა თქვენი და თქვენი ოჯახის წყალობით, კარგად იცნობთ ამ ისტორიას. ხოლო დღეს მე უკვე ნელა როგორ ჩავღრმავდი რომ ჩავყევი სამი პროფილია, ხო, ყელი, ყური და ცხვირი. თავიდან კარიერას ყველა ყელყურის ექიმი კარგად იცით იწყებს ყელის ქირურგიით, ტონზილექტომიებით მინიმუმ და გლანდებს მინიმუმ და მე უკვე მივადექი მედის შემდგომ უკვე გარკვეული საფეხურების, სირთულეების და ინაცვლებ ცხვირის ქირურგიაში და ყველაზე ბოლოს ყურის ქირურგიაში და ახლა დღეს უკვე 30 წლიანი სტაჟი თulis ჩემი მოღვაწეობა და დღეს აი რო იტყვიან ოქროს სტანდარტად შემოვიტოვე თუ შემოვინახე ყურის და ცხვირის ქირურგია. კარგად ახსენეთ, ეხა ყურის ანატომია კარგად იცის მოსახლეობა და თქვენი წყალობით ბიოლოგიური არქიტექტურა რო ახსენეთ, ყურის შუა ყური მithumet ესეთი აგებულების და რა ეს ამ განზომილებაში თუ არ დაინახეთ თუ არ აღიქვია ხა ერთ-ერთი ურთულესი და ისეთი მიკროსკოპული აგებულებისაა რომ ასე ამბობენ დიდი ექიმები ამბობდნენ და მიკვირდა და ახლა უკვე ხდები კიდევაც რატომ შეიძლება ისწავლო ცხვირი, ისწავლო ყელის ქირურგია, მაგრამ ყურის ქირურგია შეიძლება გაიარო კარიერა ისე რომ ვერც ჩაწვდე რა არის. და მე შეიძლება ითქვას ამ ხრივ გამიმართლა რომ ჩემი პროფესორის წყალობით ის დიდი ოტოლოგია, დიდი ქირურგი, დიდი მეცნიერი ამ დარგში და მის წყალობით ისეთ მაზიარა რომ გამიმართლა და ამ ყურის მიკროქირურგიას არ შეუშინდა. შეშინებას არ ვიტყვი, მაგრამ აი რო იტყვიან ალღვა უკვე და მომეწონა ჩამithრია მიმიზიდა და ამ ხრივ დღევანდელ დღეს ძალიან მაღალ სიმაღლეებზე დგას იმ ჩვენი პედაგოგების წყალობით, აგერ ბატონი შეთავახსენე და კიდევ სხვები,
რომლებმაც უცხოელი სპეციალისტების თანადგომით, მათი ხელდასმით ბევრ პრივილეგირებულ ქირურგიას, ყურის ქირურგიაში დიდ მიღწევებამდე მივედით. ერთ-ერთი ეგოხლერული იმპლანტაციაც არის აღიარებული ჩვენს ქვეყანაში, სახელმწიფო პროგრამით ყრუმუნჯი ბავშვების ოპერაციები, ჩანერგვა შუაყურის სისტემაში აპარატის და ესეთი მიღწევა, რომელიც უტოლებს და უთანაბრებს ჩვენს სკოლას, ოტოლოგიურ სკოლას ევროპის და ამერიკის წარმატებულ ეს მიკროქირურგიულად ხდება? ელექტროდი არის სპეციალური აპარატი, რომელიც ძვალზე მაკრდება კანქვეშ და მისგან გამომავალი ელექტროდი შეგვყავს ლოგოკინაში. ლოგოკინაში და ეს ისეთი მაღალი სირთულის და მაღალი საოცრება პილოტაჟი რო ვთქვათ. და აღიარებული უცხოეთშიც რო გებულობენ რო საქართველოში ქართველი სპეციალისტები ამას ხელს ვკიდებთ, უბედავთ თუ წარმატებით ვასრულებთ, ესეთი მოწიწება და ესეთი ბატონ გრიშა ეს ხდება თქვენს კლინიკაში? ჩემთან არა, ეს ხდება ბატონ შოთა ჯაფარიძის და ქევანიშვილის კლინიკაში ეს ოპერაციები და სახელმწიფო პროგრამის მაგრამ მე მიწევს კი ერთ-ერთი მე მიწევს ჩემს კოლეგასთან ერთად ცალ-ცალკე რა თქმა უნდა, მაგრამ ორდღორინი ერთად მუშაობთ და ასევე სხვა მიკროქირურგიული ოპერაციები ეს რაც შეეხება იქ სასმენი ძვლები ახლა ყველაზე პატარა ძვალი უზანგი, იცით ბიოლოგიურად როგორი აგებულება აქვს. ჩაკუჭირდემლი უზანგი. და იმ უზანგის ჩანაცვლება პროტეზით, რომელიც ოტოსკლეროზის დიაგნოზების დროს ანკილოზის სახსრის გაძვლებისას ჩანაცვლება პროტეზით. ეს მაღალი შინაარსის მიკროქირურგიული ოპერაცია. თვითონ დაავადებებისგან აი ხოლესტეატომური დაავადება ეს ვერაგი მინდა მოსახლეობა მოგვისმენს და მინდა მოსახლეობამდე მივიტანოთ ის ინფორმაცია, რომ აი ჩუმი, მშვიდი, არატრადიციული ჭიშკრის დენებით, არატრადიციული პერფორაციებით, არატრადიციული ხშირი ვიზიტებით შვილის დარებით ექიმთან იმდენად ვერაგად მიმდინარე დაავადება ეს ხოლესტეატომური დაავადება მინდა ეს კარგად დაიმახსოვროს და თუ ამ დიაგნოზს მე ექიმი სვამს ეს არის სიგნალი და განგაში ყურის ორგანოსთვის, იმ ჯაჭვისთვის, იმ მიკროქირურგიული სტრუქტურებისთვის, რომელსაც შემდგომ უკვე რთული ქირურგიული ჩანაცვლება სჭირდება პროტეზებით და ძალიან მაღალ ტექნოლოგიურ რაში გამოიხატება ეს? რბილქსოვილებს ვერაფერს სავნებს, მაგრამ ძლოვან სტრუქტურებს, როგორც საკეპი მანქანა, ისე ფქვავს, ხაჭოდ აქცევს, აი პირდაპირ ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. და ამ ძლოვანი სტრუქტურებიდან ოპერაციის მსვლელობისაც ვიღებთ და ხვდება და მე შემდგომ ვიღებთ ხაჭოსებრ მასას, დაფქულ მასას, ასე თქვა და განადგურებულ სტრუქტურებს. საყურადღებოა იმ მხრივ, რომ თვითონ ყურსი ახლოვე აქვს და საზღვარი და სამეზობლო ტვინთან, კარგად იცით ეს. და პატარა ძალიან იმდენად ხელი საზღვარი, რომ ადვილად შეღწევადია პროცესი ტვინის. და რა იწვევს ამას? ამას იწვევს ის ჩუმი და მშვიდი მიმდინარეობა დაავადების, რომელსაც ქვია ეპიტიმპანიდან ჩაზრდა დაფისაბკის, ჩუმი ჩაზრდა დაფის ღრუში. ეს გამოწვეული ახლა ისეთი ახსნა აქვს ამას შეიძლება დიდი დრო წაიღოს ამან, მაგრამ თუ ადგეზიურიოტი ანუ ჩაზრდილი დაფისაბკი არაპერფორირებული, პერფორაცია სჯობს. საერთოდ არ ხდება გარაბან, საერთოდ არ ხდება სიგნალს, ხო, რომ რაღაცა საერთოდ არ იყოს სჯობს. მისი გადანერგვა, მისი რეკონსტრუქცია, ძვლების შენარჩუნებულ ყურძე შედეგების მაქსიმუმს იძლევა და სახარბიელოა ჩვენთვის და პაციენტისთვის, მაგრამ თუ ჩაზრდით წავიდა პროცესი, ყალიბდება ტომსიკა, ასე ვთქვათ, რომელიც ხოლესტეატომურ ტომარას აღალიბებს და ეს ეპიდერმისი, რომელიც ჩაიზარდა, გზა და გზა ჩაითრევს სხვა საითაც უხერხდება მას გავრცელება, იქით ანადგურებს და ძვალს ჭამს, რომელსაც ზეზოდამზია 1,800,000 წელი ნიცამერ დააკლო რამის ვერაფერი და ხოლესტეატომა შეუძლია რამდენიმე წელიწადში ეს მიზეზი აღნიშნოთ, ხო, რა ვთქვათ, რომ პრევენცია გაკეთდეს ამ. არა, პრევენცია როგორ სრულფასოვანი შეფასება დათვალიერება და ექიმის ოტოსკოპია მიკროსკოპული ანუ გადიდების ქვეშ დათვალიერება და რატომ მქონდა შემთხვევა რომ დაფისაბკი მთელი ჩვეულებრივი თვალით, შევიარაღებელი თვალით, მაგრამ
არის ასე და პირობითად დაყოფილი ნაწილებია და ფისავკის ზე და შუა და ქვედა, ანუ ეპიტიმპანის ეძახი ჩვენ იქ პატარა მილიმეტრიანი ხვრელში იყო განვითარებული და ფორმირებული ეს GPS ტომსიკა ამ დაავადების და ოპერაციის სვლელობისას სადღაც სანტიმეტრნახევრიანი წარმონაქმნი. ამ მილიმეტრიანი შესასვლელი გზით ფორმირებული სანტიმეტრნახევრიანი გიგანტური ზომის და რატომ გიგანტური ხა სანტიმეტრნახევარი რატომ უნდა ჩათვალო, მაგრამ ყურისთვის გიგანტურია. ხო, რა თქმა უნდა. ყურის ასეთი მიკროსკოპული სადაც ლოგოკინაც კი რამდენიმე მილიმეტრი ზომისაა. სასმენი ძვლებიც მათ შორის მიკრო 2-3 მილიმეტრზეა საუბარი და ეს ყველაფერი და ასევე ყური კარგად მოგახსენებათ არ არის მხოლოდ სმენის, არის წონასწორობის ორგანოც ჩვენ რო სორხასობრივად გადავადგილდებით და ვასრულებთ ზუსტ მუშაობას და ზუსტ მოძრაობებს, ყურის დამსახურება, კარგად ნახევარგალოვანი არხების, გარდა იმისა, რომ ვახსენეთ ვინში პროცესი, ასევე ნახევარგალოვანი არხების გზითაც აქვს მას გამცირლების საშუალება, იქაც ანადგურებს, აყალიბებს ფისტულებს და პაციენტი თუ მენინგიტით არ შეწუხდება თუ დაავადდება, უვარგისი ხდება საკუთარ თავთან, სოციუმთან კომუნიკაცია და გადაადგილება ფაქტურად შემდგომ უკვე ის რაც განადგურებული იმას ვეღარ ვაბრუნებთ და გვიწევს შემდგომ უკვე დალუქვა, სრულად დაკეტვა, იქ არხოვანი სისტემა, სადაც ლიმფა გადაადგილდება და მისი ჩაკეტვა და გაუქმება. დალუქვა გვიწევს, რომ ეს ორგანო გამოეთიშოს ფუნქციონირებას და თავის თავზე მეორე მხარემ აიღოს. ანუ წყვილი რადგან არის კიდე ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი რადგანაც გვინდა რომ ეს კარგად გავიაროთ და მოსახლეობას კარგად მიაწოდოთ, ფაციალის ეს აღიარებული ნევროლოგიური დიაგნოზი, ეს არის სახის ნერვის პარეზი. სახეოს რო თანაბრად და სიმეტრიულად მიმიკებით გამოვხატავთ ეს სახის ნერვის დამსახურება და ასე დროს ამ ნერვზე ეს ნერვი როგორც აი თოკი ან როგორც მილი შუა ოთახში აი ეს დიაგონალზე რო გავაბათ ის არის კონტაქტში შუა ყურის სისტემასთან ნაწილი ამ ნერვისა გარკვეული ნაწილი და მასზე ზეწოლა და კომპრესია აყალიბებს იმ დაავადებას, რასაც ფასიალისი ქვია და უცილობელი სასწრაფო დახმარებას ითხოვს, რომ დროული დეკომპრესია მოხდეს, ანუ მოშორება ამ ზეწოლის და შემდგომ უკვე ნევროლოგიურად მასაჟები და ამით დაუბრუნდეს ახე თავის ფორმას, სიმეტრიას და აი ასეთ ახლა რატომ გამოგვდის ახლა ასე რატო ვცდილობ ასე ახსნა ამ ყველაფერთან ქირურგიას ფასი დაედო მიკროქირურგიული ფორმის ჩარევით და ეს სტრუქტურები რაც ვახსენეთ ვინი ნახევარგალოვანი არხები, სხვა ნერვები, სმენის ნერვები, ნევრინომები არის ასეთი დაავადებები, რომელიც ნეიროქირურგიულ სიმსივნეებში გადის, მაგრამ ჩვენ გვაწუხებს, ჩვენ გვეხება და ჩვენს ორგანოს უქმნის პრობლემებს, სმენის დაქვეითდა ზეწოლით, ისევ კომპრესია და მიდის შემდგომ ისეთი ოპერაციები, რომელიც უშუალოდ ამ სიმსივნების მოცილებაზე გადის და რომლებიც ზემოდანაწყვება შვანომა ეს აღიარებული დიაგნოზები ნეიროქირურგიული, მაგრამ ოტოქირურგებთან ერთად აღიარებული სტანდარტია მიდგომა, ყურის მხრივი მიდგომა ქირურგიული, ეს იქნება ტრანსლაბირინთული თუ ტრანსტემპორალური, ანუ ეს სპეციფიკური სახელებია, მაგრამ არის ორი მიდგომა, არის ყურზე მოწდა და ყურს უკან. და ოტოქირურგი უმზადებს მისასვლელს და შემდგომ უკვე ნეიროქირურგი აკეთებს ენუკლეაციას. ეს ყველაფერი მიკროსკოპის ქვეშ. ყველაფერი მიკროსკოპის, ყველაფერი ძალიან სკრუპულოზური, ძალიან მაღალი ტექნოლოგიური პროცესებით, ასე ვთქვათ, როგორც ბორმანქანით, მონიტორებით, სახის დეჩემის თაობა როგორ აკეთებდა რა საერთოდ. რა თქმა უნდა, დახმარებას ყოველთვის იღებდა რაღაცებს ვერ აკეთებდნენ. აკეთებდნენ, მაგრამ იყო აი სტამესკის ეპოქა, ანუ ეგრეთზე საფეხი ჩახუჭი და საფეხით მე სამბედნიერო და თუ სამწუხაროდ ამას აღარ მოუსწარი მე ჩემს დროს უკვე ბორმანქანების მაგრამ ჩემ პროფესორს ხშირად აქვს ნათქვამი და მონაყოლი რომ და ჩემს უფროს მასწავლებლებს რომ აი საფეხით უწევდათ შველა პაციენტის
და რატო თუ არის ჯერგოვანი პროცესი უნდა გამოდევნო გარეთ, თუ არის ზეწოლა უნდა რაღაცა თუ არის ზეწოლა უნდა მოაშორო, მაგრამ აი ბორმანქანამ შემოვიდა უკვე მოგონებაში თუ მოხმარებაში, ბევრად შეცვალა, ბევრად დამზოგავი გახადა ტრავმატიზაცია ამ ორგანოსი, გარდა იმისა, რომ სტამესკით შეიძლება სხვა გადარჩენილი სტრუქტურები და ყოფილა შემთხვევაში სინუსი გადის სანტიმეტრიანი დიამეტრის მსხვილის ძარღვი, მისი დაზიანება, გარდა ამისა ტვინის დაზიანება, მაგრამ ახლა დღეს უკვე ისეა დახვეწილი და ისეთ ხარისხშია, რომ ხოთან ამას უყურებ მონიტორებზე ყველაფერს ალბათ. როგორც ნერვებიც მონიტორზე აყვანილი, მიკროსკოპის ქვეშ ახლა უკვე არის სულ ახალი მიგნება არა, მაგრამ ბოლო წლების არის უკვე ენდოსკოპიური ქირურგია ყურშიც, ესეც ამოვიდა. მართალია ამ მასშტაბებამდე მიკროსკოპს ვერ ანაცვლებს, მაგრამ მიკრო აი დაფისაბკის ვახსენე ტიმპანოპლასტიკები ანუ რეკონსტრუქციები თავისუფლად ხერხდება, ოტოსკლეროზიც სრულდება. უფრო მეტია. თუ დიდი მასშტაბი და დიდი ჭრილობით მიდგომა, ანუ მისადგომია საოპერაციო ველი, მაშინ რა თქმა უნდა, მაგრამ მიკრო ჩარევებისთვის აი ენდოსკოპმა ცხვირიდან, ალბათ ცხვირსაც მივადგებით და აი ცხვირიდან ყურშიც გადაინაცვლა. და ბედნიერი ვარ, რომ ამას იაპონიაში ვეზიარე და ჩვენ ქვეყანაშიც უკვე ნელ-ნელა ფეხს მოიკიდებს ახლო მომავალში. აი საინტერესოა იაპონური გამოცდილება თქვენი რა. კი, მომიწია, კი, ამ საკითხის გამო ზუსტად კონდა ამ დამიზნებითი თემით, ანუ ყურის ენდოსკოპიური ქირურგიაზე გამოცხადდა გარკვეული კონგრესი, მიწვევა მსოფლიო სპეციალისტებს და მე ბედნიერი ვარ, რომ ამ კონგრესზე შეხება მომიწია იამაგატას უნივერსიტეტის სეიჯი კაგეხატა არის ასეთი ძალიან კეთილგანწყობილი რო გავაცანი და საქართველოს და ის უხსენე ძალიან თბილად და ისე მოიხსენია. ნამყოფი არ არის, მაგრამ სურვილიც გამოთქვა და მაზიარა და ამას რო ოპერაციებს მაზიარა და ისეთი ნათლობა მქონდა მასთან ამ საკითხში, რომ ახლო მომავალში მასაც შეესწმება ფრთები და ხორცი. აქედან გამომდინარე ამ ქირურგიაში, ამ ოტოქირურგიაში ანუ ყურის ქირურგიაში ყურის ქირურგიაში და ყურის ქირურგიაში აი ახლო მომავალში მაქვს ტრავმა მიიღო გოგონამ აი სიფრთხილე ცხოველებთან ურთიერთობაში პატარა ბავშვმა 3 წლის ბავშვმა ოჯახის ცხოველთან მიმართებაში ყურის და ისეთი დაზიანება მიიღო, რომ სასმენი მილის რეკონსტრუქცია და პლასტიკა მოგვიწევს ახახუჩება ნიჟარა და ის თითქოს გადაურჩა მართალია ისეთ ბუნებრივობას ვეღარ შეინარჩუნებს, მაგრამ რაც მნიშვნელოვანია მილია ყავს ახლა შესანარჩუნებელი სასმენი მილი. ერთ-ერთი თამაშისას გართობისას მოხდა ასეთი ძალიან ცუდი შემთხვევა, მაგრამ ნუ ახლა ის და ესეთი ჭირები ყურის ხო აი ყურის ჭირები მეც გამიგია და ჩემი ძალიან თხილად აი როდის ჯერ კიდევ ხო რამდენი ათეული წლების წინ და ახლა დღეს განსაკუთრებით ჩემი პროფესორის კარიერაშიც და მეც ანუ დაფისაბკის დაზიანება ბამბასაც კი არა თუ ბამბას არამედ ბგერას შეუძლია დაფისაბკი დააზიანოს ახლა თუ ბამბით და ჩემთავზე მაქვს გამოცდილი. ნამდვილად ყველას ურჩევ ყურის ჰიგიენა, ეს არის ის რასაც შხაპის მიღებისაც წყალი და დაივლის ამ სასმენ მილს გარეთ გამოიდევნება და გარედან შემშრალებული ვერსახოცით. ან სულ უკიდურეს შემთხვევაში გამოუშვეს წყვილთავიანი წვრილი დაბოლოებით. პატარა თავები რო ღუდავს არ უშვებს სიღრმეში. თორემ იყო შემთხვევა მამა იწმენდა ყურს, მე ასე მოყვათ მან რომ გადამოვიწყდა რომ ყურში მქონდა და ბავშვთან თამაშისას წარმოგიდგენიათ რაც მოხდებოდა. იყო შემთხვევა ასეთი ახლა თუ ცოტა გადავახალისებდა გურიაზე იყო შემთხვევა ხალხური მედიცინიდან მოისმინა ერთმა სახელოვანმა მსახიობმა მათ შორის მორიგეობს რესპუბლიკურში ვარ და შუაღამია მოვიდა პირველ საათზე პაციენტი ერთი სახელოვანი მსახიობი და
ასეო ყურის ამტკიდაო და მეზობელმა მირჩიაო ქაღალდის ძაბრის დამზადება ცეცხლს რო და უკიდებენ ხო? სანთელი ყურთან ახლოს, პარაფინის სანთელი ყურთან ახლოს და ნუ ვერ განსაზღვრეო ეს დახრის კუთხე და ეს მდნარი პარაფინი ჩაიღვენთა სასმენელში და იქ წარმოგიდგენ ხა ხელზე თუ დაგცემია ხო და როგორ მდნარი სანთელი როგორ წვავს თუ აღიზიანებს და იქ ხო რა წარმოგიდგენ და შემდგომ უკვე ბატონმა შოთამ ქირურგიული ჩარევით უკვე ნარკოზის ვერ მოხერხდა მისი იმდენად ტკივნობდა გზნობია ვისაც ყურის ტკივილი გამოუცდია ამბობს რომ კბილზე კი მე ვიყავი ასეთი ბავშვობაში სულ კომპრესი მქონდა ნუ უცხოელი ეს საბავშვო ეს ყველა თქვენს გაყოფილებებში ყველგან არის ხოლმე გამოფენები უცხოელების უცხო ისეთი საგნებია ზოგიერო ერთ წარიდა ყურიდან ევაკუირებული უცხო სხეულები, თორემ ასეთ უცხოჩვენებით განსაკუთრებით სასუნთქგზებში. არა წვერში შედენა ეს პატარებმა ძალიან კარგად იციან. ეს აღიარებული ის არის ასე რომ თუ გაუფრთხილდებით თუ მომეფერებთ და თუ გარკვეული მინიმალური რაღაც საყოფაცხოვრებო ცოდნით მიუდგებით ეს ის ორგანო, რომელიც პატივისცემას და საჭიროა არ პატიობს მცირე ყურადღება. აი მე არ მაპატია მაგალითად ის რომ ძალიან დიდი ხანია სულ მიკეთია ყურსასმენები, რა ვიცი ალბათ 16-17 წელი და პირველი საბჭოთა წინ რო გამოვიდა და ეხა აქეთა ყურში უკვე ყურსასმენებსაც თავისი დღეს უკვე თავისი წესები და უსმენდი 70-იანი წლების იმას ჩუმად ვერ მოусმენ და აქედან გამომდინარე ყურსასმენში მელოდიას უსმენ და ის მე მესმის წარმოგიდგენთ იქ რა დეციბელების დარტყმა მიდის და იმ ნობიარე და ნაზ ლოგოკინას ჯედაფის აქვს თავისთავად და პლუს ლოგოკინას მოციმციმე ეპითელს რა სმარტებს და ნუ იწნევების მატებაზეც გაფრთხილებები და ძალიან ისე არის გადაჯაჭული ეს ორგანო შემაწუხა ამბავმა და მივედი და 35% აქეთ უკეთესად რაც შეუქცევა ხა თუ დაფიშავს აღადგენ სასმენ ჯაჭვს აღადგენ პროტეზებით ხა დღევანდელი აი სმენის ნერვს მედიცინა ძალიან ვერ უმკლავდება იმით რომ შენარჩუნებაზე ხერხდება ის რომ შენარჩუნდეს და მინიმალური პროგრესი განიცადოს მოვლადობით, მაგრამ ის რომ აი რაც ეპითელი და კვდება იმის უკან დაბრუნება ვერ ხერხდება და ბოლოს სმენის აპარატი მინიმუმ თუ კოხლეარული იმპლანტაცია რა ასე რომ ყურს ამ ხრივ ეს ინტრიგები ახლავს და მინდა რომ ეს კარგად გაიგოს. უნდა იცოდეს ჩვენ მომაყურებელმა. ცხვირი ასეთია, ცხვირი ამტანია ბევრად. ცხვირს ეს სიფაქიზე და ეს ევოლუციის შედევრია, რაც აი გააკეთა რაღაც წარმოუდგენელი რამ არის. რა სიღრმეებში შედიხარ უფრო და უფრო ეს თაღები განსაკუთრებით ეს ოთხოლიტები და რაღაცა რა ვიცი, მთელი სისტემა აიმხელა მოთავსებული, რომლის გარეშეც აი მე მქონდა ერთისა, ნუ მე მსგავსი არც პანიკური შეტევა განმიცდია, არც არაფერი, აი ესეთი მსგავსი სტრესი არ მქონია. ბიჯექი რაღაცას უყურებდი აივანზე, ლეპტოპში და უცებ აი თავში თითქოს აი როგორც სპილოებმა გაირბინეს თითქოს თუ რა იყო, წამოდექი, წავიქეცი. კიდე წამოდექი, კიდე ამისებ წერი შემიფრინდა და დაფისაფკზე, არც ისე პატარა იყო მე როგორც წამიყვანეს რესპუბლიკურში გამომირეც ხეს და წამოღებ სადღაცა ბაგში ნახულის ტიპი. მე მსგავსი რამ არ განმიცდი, ესე იგი აი მეტყობა დაფისაფკზე დადიოდა თუ რასაკეთებდა, ფრთებს აფართხუნებდა თუ რა. ძალიან გზნობია. ორჯერ აი წავიქეთ სანამ ჩემ მეუღლემ და მივედი და უთხარი რაღაცა უბედურება ვერ გავერკვე, მე კი მივხვდი უკვე უცებ ხა სხვა რა უნდა ყოფილიყო. იმიტომ რომ აქ ხდებოდა, მაგრამ მარტო აქ არ ხდებოდა, ყველგან ხდებოდა. ანუ ეს გზნობელობა იყო თელს თავში თითქოს. როგორც ჩანს მე ამ ვესტიბულარულსაც გადაეცა თუ რა იყო არ ვიცი, იმიტომ რომ მართლა ორჯერ წავიქეცი. სანამ მივედი, აი მოუწყდი რა, უბრალოდ ისე კი არა, ფეხი წამოვკარი რაღაცას. საუბარმა მოიტანა მწერი და პირველი დახმარება სპირტი. სპირტი არ არის ზეთი, მაღალგრადუსიანი სასმელი, კონიაკი არ არის.
პირველი ეს არის არავით არის მცდელობა სხვა რომ აი ან მექანიკურად ან რაღაც პირველი ეს არის თრობა მწერის რომ უნდა დათვრეს და მე უკვე გაგემორჩილოს კი ზუსტად ეგ გავაკეთე პიპეტკით ეგრევე და იმან თორე ვერ წავიდოდი უბრალოდ იქამდე და აი შოკამდე მიყავს ყურის ტკივილს პაციენტი აი ბავშვთა ასაკში განსაკუთრებით როცა სქელია ბავშვი რო იბადება და იმდენად სქელია რომ თავისით დაზიანებას აკი დაფისავკისისკენ რომელიც ასაკობრივად თხელდება და შემდგომ ისეთი თხელი ხდება რომ ლანდავ კიდე მის უკან სტრუქტურებს ზუსტად აი ლანდავი სასმენი ძვლები შეგიძლია მოიკითხო და ასე დროს ბავშვს რომელსაც იცით არა აქვს ისე განვითარებული შუაღურის სისტემა იგებს თახისმილი და სითხეა შეგუბებული და მისი ზეწოლა იმდენად ისეთ ტკივილებს გადა ჩვენ სპეციალურ შეგნებული პარაცენტეზი ქვია ნუ დაფისავკის შეგნებული დაზიანება გვიწევს ნუ ბუნებრივია ექიმური გაგებით და თვალსაზრისით მედიცინის წესებით მაგრამ ვაზიანებ შეგნებულად რომ ის შიგთავსი რომელიც აწვება ნაზდამგზნობიარე ორგანოს გამოვდევნოთ და დავიცვათ რეგისტრაცია და ის რო არ იყოს და არ იყოს შეხებითობა ნერვებთან და ტვინის ორგანოსთან გარეთ გამოვდევნოთ შეგნებულად. არის შემთხვევები რომ რეციდივების შემთხვევაში რომ თუ ეს მეორდება უკვე გარკვეულ დროში პერიოდში შუნტებსაც ვაყენებთ სპეციალურ შუნტებს რომ იყოს ხრელი ხელოვნურად იყოს ეს არაბუნებრივი ვიდრე პროცესი წავიდა შემდგომ ვიღებთ ან თვითონაც შორებს ორგანოს ვიღებთ არის მუდმივი შუნტებიც ასე რომ ამ ორგანოს აქვს ის ინტრიგები რომელსაც ფიქრობ კვალიფიციურად სპეციალისტების თან ვიზიტებით ყურადღების მიქცევა სჭირდება. ცხვირს არ აქვს, ცხვირი ასე არ იცით ხა გადავალთ ალბათ ცხვირსეც და მოგვიწევთ შეხება ცხვირის ორგანოსთან. თუმცა ცხვირს აქვს ყურთან კავშირი, იმიტომ რომ ახსოვს რამდენი გავხსნიდე ხო ეს ერთაკის მილით გავარდებოდა, აი აინტერვდა ყური. აი რატომ ცხვირი ხა ყოველას აღიქვამს ასეთ რომ ცხვირი სახის წინა ნაწილია, ყური გვერდითი და რა ისეთი რომ აგვე სამეზობლური, მაგრამ აქვთ უკან თავის სფეროს ცენტრში აქვთ დამაკავშირებელი არხი ევსტახის მილი რომელიც აი იყო შემთხვევა და ალბათ ბევრჯერ შეგვიძლია როცა მწეველი ადამიანს ნიზლავიც კი მოუგია ცოდინარ ადამიანთან გამოუშვია და ამაში არა ხა ვიღაცა მოსტაშიც დაუგრა ორა ნიჭიერი ხა ნიჭიერება არ არის აქ არის ის რომ დაფისავკი დაზიანებულია და არის პაციენტურად პაციენტების მონაყოლი რომ აი მე არ გამახა თელი მაგდა დაფისავკი და ამიტომ ეს არ გამა მაგრამ ყურში ჩასხმო მისაყვედურა ჩავისხი ექიმო წვეთები ყურში და უკან ისე ბოდიში უკან დამიბრუნდა და ცუდა რა ხდება ამ დროს ეს საუკეთესო ვარიანტია ჯამთელობის რომ დაფისავკი ხდება როგორც დაბრკოლება და ის წყალი იქნება წვეთი იქნება არაფიშლობა გარემოს ნებისმიერი სიბინძურე და ვარქვათ და ტალახიც რო იყოს ტალახიან წყალში ჩაწვეს დატრიალდება და უკან გადმოდის მაგრამ თუ დაფისავკი ბარიერად არ ხდება ბუნებრივია როგორც ვაკუუმის ეფექტი ისე ისრუტავს და ხდება შუაღურში და შუაღური ჩამოდის ცხვირხახაში ცხვირის უკან და ასე რომ ამ ბოლის პრინციპიც ეს არის რომ შევიდა ევსტახისმილში გამოიარა შუაღური დაფისავკი და გამოვიდა გარეთ ასე რომ ამაში არ არის ნიჭიერება ამაში დაზიანება და ან პათოლოგია რომელსაც ყურადღების მიქცევა სჭირდება და ასეთი ინტრიგები ბევრია გამოცდილებით და ცხვირშიც აი როგორ საშუალება და ცხვირის ყურის გაწმენდა მაშინ როგორ გავაკეთოთ აი ეს ყური თავის თავს თვითონ იწმენს ამას აქვს ბუნებრივი წმენდი აი ევოლუცია ახსენებ სად იყო ჭხირი სად იყო ექიმი საერთოდ ხო და ჩვენი განვითარების გზაზე მაგრამ ყური არის ისე მოწყობილი სასმენი მილი დამცავიც არის ერთადერთი ადგილია სადაც გოგირდის უჯრედებია გოგირდის უჯრედები მოიხსენებათ გარკვეული ტოქსიურიც არის აი მწერი ახსენეთ იმ წერს თუ მოკლავდა ბოლო როცა იქნებოდა არის საშუალება სპირტი ჩავისხა და ამით დავაჩქაროთ გოგირდი შემისცა ორგანიზმს რომ
ეს ამ წერს და სანამ იმას მოკლავდა მე მოკლავდა ის მწერი, მაგრამ ხო ყოველ შემთხვევაში ხო დავთავრე ამ ფორმით და პლუს აი როცა ხო აღნიშნეთ რომ დაფისაბკი არის და ბოლო ბარიერი სადაც ბრუნდება მოდის აქ ხდება წაქცეული ჭიქა თავისი ძირით ასე თქვა და ფუჟერი რა ვიცი რაც კიდე და მილი ოღონდ ბუნებრივი მოყვანილობის არა ესე კაცრად სწორი არის კიდე ისე მოწყობილი რომ ეს მილიც აი სასმენი ჭხირები რომ ეს ყური ჭხირები რომ ახსენე ისე არის ბუნებრივად მოხრილი რომ შუა გზაზე ასე დავარქვათ აი შესასვლელიდან დაფისაბკამდე ხდება ბარიერი ისთმუსი ქვიანუ შევიწროება ხდება ამ ჭხირს და დაფისაბკამდეც არ უშვებს უიშვიათეს შემთხვევებია რომ აი თუ დააწექი დროში ვიტყო რა თქმა უნდა ის უკვე ვეღარ უწევს წინააღმდეგობას და დაფისაბკი ხდება შემდგომ დაბრკოლებად ასე რომ დაცული ადამიანი მაქსიმალურად თუ შეგნებულა და ძალიან მომდომებით არ ჩავიდენთ რამის. ეს მე ბერსაშინია კიდე წყურში წყალი ჩამივიდა დამჩა არ დაგჭება ყველა ვარიანტი გამოვა იქ არ არის დასარჩენი. თუ ჩავის ხაპეციენტ მაწვეთი და მან ყელში იგრძნო ამ უსიამოვნო ეს უკვე პერფორაცია და ეს უკვე დაბრკოლების გარეშე ხდება და წვირხახაში და შემდგომ ყელში არ იქმება. მაგრამ არა თქვა თვალში რო იწვეთებ და პირში გემოსგზნობა თვალში ჩაწვეთებული წვირში ხდება. წვირში ხდება და ამიტომ შორის დამოკავშირებელი არ არის პათოლოგია და თვალს მუდმივი საფოხენი მთერება სჭირდება ხახუნის შესამცირებლად ეს წრემლია ბუნებრივი საწრემლე პარკებიდან არ გამომდინარე რომელიც პოხავს ამ თვალის კაკალს და რაც ზედმეტობს იღურება საწრემლე არხებში რომელიც პირდაპირ არხით და პირდაპირ არხით ტირივით ცხვირიდანაც მოგდის და ცხვირიდან და ვერ ახერხებს ის არხი გამტარებლობს და გარედანაც გადმოდის მაგრამ ეს ბუნებამ ისე შექმნა რომ ეს წრემლი პროდუცირებს ცხვირში და დაკრიო სტომა დაკრიო ანუ საწრემლე ძულის გავლით საწრემლე ძულით ხდება ჩამოღვენთა ცხვირის ორგანოში და შემდგომ გადაინაცვლებს ხახაში და მას ხლაპავთ ასე რომ ეს ბუნებრიობა ყველაფერი თან არის კავშირში ხო ესეთი საინტერესო სხვანაირად სინქრონში როგორც 10 ის არის დადის მაგრამ იმის არს და ატარებს მექანიზმი და ის მექანიზმი თუ არ მოდის ერთმანეთთან აი ჭარბობა გოგირდიანობა და რაღაცა რო იციან ხოლმე ეს ისეთი აი ხშირი წმენდების გამო ხშირი აი გოგირდს რა გამო რა ჰიპერსეკრეცია ანუ ჭარბი გამო ყოფარასთან არის კავშირში აი საწობები რო იქნება და რა გოგირდში მოხვედრილი უცხო სხეული ახლა მწერებს ვამოლებთ ევოლუციურად მაგრამ დღეს უკვე აი ჭხირით შესვლა ყურში არის სიგნალი ტვინისთვის რომ ყურში სასმელში რაღაც უცხო მოხდა და ის დევნის ახალ სეკრეტს გამოყოფს და ეს პროვოკაცია ყოველდღიური თუ არა ყოველ მეორე მესამე დღეს ან ყოველი დაბანის შემდგომ აყალიბებს იმ სიჭარბეს და ეს ყურის ჭხირი არ არის რკინა და იქ მაგნიტი არდებს ან პირიქით რკინა არა და მაგნიტი რომ მიიკრას და გარეთ გამოიტანოს ეს ბამბა ის მასა და ნაცვლად იმისა რომ გარეთ გამოდევნოს თუ გამოიყოლოს თუ გამოიტანოს გარეთ სიღრმეში და იქ დაფისაბკი ხდება და იმ დაფისაბკზე ხდება მე ეტაპობრივი დალექვა და ყალიბდება საწობი ეგრეთ წოდებული კოვიდოვანი საწობი და დიდი შპრიცით რეცხავდა აი დღეს უკვე ეს ახსენეთ უკვე არის რაღაცები რაც ისტორიას ჩაბარდა ეს დარჩა ეს ყურის არა ესეც უკვე ისტორია ეს დაგიყენებდნენ ამას დიდით შპრიცით შეიყვანდნენ უკვე ისტორია დღეს უკვე ოპტიკის და საკაჩი ანუ გამომკაჩვლის პირობებში უკვე დღეს ჟანეს შპრიცები იყო, ცნობილი ჟანეს შპრიცები, აი რომელსაც მე რაღაც კინოებში ათამაშებდნენ, მithom გასაკეთებს. პრეპარატი გასაკეთებია, მოკეიფე ხალხი ღვინის დასალევად. უმრად ვიყავ ერთ ოჯახში და მე ვთქარი, რაღაც მინდა გაჩვდა თუ ჟანეს შპრიცი გაგაჩნიაო, ამაზე ძვირფასაჩუქარს ვერ გამიკეთებოდა მართლაც იმ სხვა ჭინჭილებთან და ქვევრებთან და რაღაცა სასმელების კოლექციასთან საამაყოდებს ეს სამედიცინო ჟანრის შპრიცი გასაყრელი იმით უწევთ გარკვეულ ალბათ ექიმების საზღერწელო ოღონდ მადლიერი პაციენტი
ვადნო გრიშა, კარგი, ჩვენ ხა ევსტახის მილით გავიარეთ გზა ყურიდან მივედით ცხვირამდე. ჩამოვედით ცხვირხახაში. ხო, ცხვირხახაში. ცხვირი ხა კავკასიურ ვარიანტში ცხვირები ცოტა ხო, ნუ ეს ჩვეულები, სხვადასხვა არც ისე კავკასიური აი ჩილოეთ გერმანელებს რო უკვირდები, კარგი დიდი შნობელები აქვთ, იმათა ჩვენს კარტს ეძახიან ფრანგებსაც, აი ეგეთ ჩილოეთის ფრანგებს. ეს ალბათ დიდი სამამულო ომის მერე ჩვენ კავკასიელები იმასაც კი ბევრმა იბრძოლა მან, ბევრი დარჩა, ბევრმა გააგრძელა ცხოვრება და თუ ვინმეს არაფერებში შევნიშნავთ, მე მაინც რომ მიწევს გადაადგილებ და შევხედავ რომ არ არის თეთრი და აქვს რაღაც შტეხები, მაინც ჩვენს დამსახურებად მივიჩნევთ, მაგრამ კავკასიური ცხვირი მართალი ბრძანეთ არის ასეთი ნოზოლოგია ცხვირებში, როგორც არის მონგოლოიდური, ბერძნული ცხვირები. არის კავკასიური ცხვირი, ასეც არის კავკასნოუსის, ანუ ზოგადად მე მგონი ხალხისთვის თუ ევოლუციურად თქვა ეს მე იმაში ხშირად ვარი აკუტიაში და იმ ნაცხოვრები ვარ იმათ სახლებში და პატარა ცხვირები აქვს. ანუ თითქოს იქ დიდი ცხვირი უნდა ქონდეს რომ ჰაერი გათბეს კარგად, თქვა ესეთი დამცავია ეს. აი პატარა, ხო ეს თვალები გასაგებია, ძრელი რა ეგ ნაკლები ტვერი იღრება და ნაკლები თოვლი იღრება და რაღაცა, მაგრამ ბუნებას ისე აქვს დაბალანსებული და ისე აქვს მოწყობილი რომ პირიქით ეს დიდი ცხვირი საჭიროა ნაკლებტენიან ქვეყნებში, სადაც პირიქით ტენიანობის ხარისხი ფილტვებში მოსახვედრად და ჰაერს ატენიანებს და ცხვირს აქვს ახლა თავის ფუნქციები, წმენდავი ფუნქცია, გამთბობი ფუნქცია, დამტენიანებელი ფუნქცია, არის ცხვირში სტრუქტურები, რომელიც მიმართულებას აძლევს ჰაერის ნაკადს. ეს ნიჟარები მათ განსაკუთრებით მოცემცემეებითელი მუდმივ ცხვირი ხო ერთ ორგანოა რომელშიც 24 საათი პროდუცირებს ლორწო ცხვირში და დანამატწიაღებში აი თუ მივად თუ ცხვირზე გავაკეთებთ ხა აქცენტებს ცხვირი არ არის მხოლოდ ის რაც გარედან ჩანს ეს არის ცხვირის ორგანოს იმური არ არის ეს აი გაიხარეთ ზუსტი მიგნება ანუ ეს არის ინფორმატიულობის 10-15% 20 მაქსიმუმ მაგრამ თავარი ორგანო რაც არის გარეთ ცხვირი მხოლოდ ესთეტიურ ნაწილში გადის და ნუ სუნთქვის სტრუქტურულად გარკვეული ნაწილია მაგრამ ის რომ გარეთ ცხვირის იერსახით ცხვირის ორგანოზე წარმოქმნა შეგვექმნეს ეს თავის მოტყუება იქნება ნუ ექიმურად ვამბობ სამედიცინო თვალსაზრისით თუმცა მოსახლეობას ახლა გარედან რასაც ხედავთ ეს არის ყური როგორც ნიჟარა აღსაქმელად თვალისთვის და როგორც გარეთ ცხვირი აღსაქმელად თვალისთვის ნუ ეს არის კეხი ეს არის ფრთები ეს არის ხვრელი ანუ ეგრეთ ნესტოების ფორმა და დამთავრდა ეს საყოველთაო ცნობადობა ორგანოსი მაგრამ თავარი შეგნით იწყება უკვე ის როგორც ახლი კერძო სახლი ავიღოთ როგორც გარეთ ფასადი სახურავით და ფასადით ჩათვლით მაგრამ თავარი შინაარსი შეგნით არის იქ წყობა ოთახების თქვა პირობითად მოყვანილობა და შემდეგ ამაში შედის ზგიდე ცხვირი არ მინდა ახლა ბოდი გადავხდი გადმოხდი მაგრამ აი მინდა რომ აი ცოტა სახალხო გამომივიდეს ცხვირი ადამიანებს თუ გვაქვს ერზე ერთი შეგნით სტრუქტურულად გვაქვს ორი დამოუკიდებელი სივრცე ორი დამოუკიდებელი ნახევარი უბრალოდ ერთად არიან თუ გვინდა მარჯვენა ნახევრიდან მარცხენაში მოხვდეთ ვერაფრით შიდა გავლით ვერ მოხვდებით გარეთ უნდა გამოვიდეს და შეგვიძლია დამოუკიდებელი ორი ნაწილი ისევე როგორც წინ ნესტოები ასევე უკან ცხვირის დაბოლოება ქოანებია იგივე ხვრელები და ამას ნესტო და ერქვა იმ უკანა ხვრელებს ქოანები ეს შუაში გაყოფილია იზოლირებულად ზგიდით აღიარებული ცნობილი ცხვირის ზგიდით რომლის დეფორმაციებია დამბრკოლებელი ჰაერის გამავლობის და მისი აღიარებული როდიდან ჯერ კიდევ რაც ლარინგოლოგიის სკოლაში მოქმედებს გულიდან დაწყებული წინის 1800-იანი წლებიდან არის აღიარებული ორგანოზე და ამ სტრუქტურაზე ჩარევები ასევე ეს არის შიდა სივრცის გამსაზღვრელი და გვერდით კედლებზე აქვს სტრუქტურები ნიჟარები რასაც ქვია ეს სამი ერთხელ სამი ზედა ქვედა შუა ამ სტრუქტურებს აი რო ახსენე მიმართველი თქვა აი ზუსტად ამ ნიჟარებს აქვს ეს ფუნქცია
რომ მიმართოს აერის ნაკადი. ცხვირში აერი როგორ გადაადგილდება, შედის თქვათ ქვემოდან, ხო როგორც ანატომიურად იხერხებს და შემდგომ ტრიალდება ტვინის ქვეშ, ასე დავარქვათ ხალხს გაგებად ენას და ბრუნდება და აი როგორც ცნობილი მოსახვევი ჩვენს რიკოთის უღელდახელზე, აი 180 გრადუსიან ეხა უკვე გასწორდა ავტომანით, მაგრამ შიდა მოხმარებისთვის იყენებენ და ხშირად მიყვარს იმ მოსახვის შესვლა, იმიტომ რომ მიდიხარ ერთხარეთ და გაბრუნებს საპირისპიროდ 180 გრადუსით გატრიალებს. ასე აი ზუსტად ანალოგიურად შედის ერთი მიმართულები და 180 გრადუსით ბრუნდება და ჩამოდის დაბლა. და აი ამის მიმართველი არის სწორედ აი ეს სტრუქტურები, ნიჟარები, რომელიც როგორც მანქანაში კონდიციონერის მიმართველი ნაკადის, სახლში კონდიციონერის და აი ამ პრინციპით მუშაობს. აი ამ პრინციპით აქვს ჩადებული ბუნებას ეს. აზრი ამის არის, რომ უბრალოდ გრძელი გზა გაიაროს უფრო მეტი. მეტად აი ზუსტად ანუ გათბეს, დატენიანდეს, გაიწმინდოს და რატო ფილტვი იცით როგორი ნაზი და მგზნობია და სუსტი ისეთი საფაქიზი ორგანოა თავისი ალვეოლებით და იქ მოხვედრილი არ შეიძლება იქ ვერც გაუძლებს, ვერც დაიტევს. ვერც გაიწმინდავს, მერე კი გაიწმინდავს, მაგრამ ბრონქიტების. სახლი როგორი სუფთა გვაქვს ყველას და აი პნელში რომ ფანარს გაანათებთ, ნახეთ რა მასა დაფრინავს. გასუფთავებულ მზის სხივზე მარტო ჩანს, რაც არ დაგაფილტრო აერი. ყველაფერი ფილტვში მოხდეს, ხო წარმოგიდგენიათ ახლა ფილტვმა რა შეძლოს. ამიტომ ისუნთქეთ წვირით. რა თქმა უნდა, წვირით სუნთქვას კიდევ სხვა შინაარსობრივი დატვირთვა აქვს. წვირით სუნთქავი ჯამთელია, წვირით არ მსუნთქი არ არის ჯამთელი და რატომ ისედაც რა ჟანგბადი გვაქვს და ამასაც წვირით არ მსუნთქი ადამიანი ვერ ითვისებს. მართალი ალტერნატივა პირი გვაქვს, წვირს დავხურავთ, პირს გავაღებთ, მაგრამ ის რომ ცხვირის გაუვლელად აერი ფილტვში ხდება, ის არასრულფასოვნად ყვებავს ჟანგბადით ორგანიზმს. ვერ ითვისებს, ანუ ის ალვეოლები მაქსიმალურად ვერ იშლება, შეფხები ზედაპირი ნაკლები აქვს შესუნთქულ აერთან და ჟანგბადსაც ნაკლებს ითვისებს, ნაკლებს ნახშირორ ჟანგს გამოანთავისუფლებს და შესაბამისად ეს ერთჯერადად კი არაფერი, მაგრამ ქრონიკულად და ხანგრძლივ პერსპექტივაში ისეთ პათოლოგიებზე გადის, რაც არის აი ჟანგბადის მიერი შიმშილი ეს მახსოვრობით, გონევრიობით, ფიზიკურობით, გულზე და შემდგომ ახლა თუ გარედან აი კავკასიური ცხვირის ინტრიგით არიკეთებს ადამიანი პლასტიკურ ჩარევას, ხვეწნამუდარით მოდის მასუნთქე. ხო, მასუნთქე, რომ წვეთებით მოხმარების პონზე იცის რა ხარისხია სუნთქავსა და არ მსუნთქავს ცხვირს შორის და გვეხმარება ამ ხრივ ეს ხალხო ინტრიგები, რომ თვითონ პაციენტიც დღეს უკვე განათლებულად, კი, რა თქმა უნდა, დარწმუნებულად და ტრაუმული ოპერაცია ხარ ისეთი რაღაც საოცრების დონეზე, მაგრამ მაინც ტრაუმულში გადაიმდა ძუალთან, ხტილთან გიწევს ურთიერთობა და აი წიგნის ოპერაცია მახსოვს საკმაოდ ტრაუმული იყო და ესეთი ეს უნარკოზო ეპოქაში. მაგრამ დღეს ანესთეზიოლოგიამ ისეთი სიტყვა დადო, რომ ისეთი საქმე დადო, რომ ცალკე ანესთეზიოლოგია სხვა ის არის და ანესთეზიოლოგია აი სითამამეები ხა რაც ქირურგიას აქვს აი რაც ახსენე ყურის ქირურგიაში თუნდაც ამ ტრაუმულ ოპერაციონ ხა ცხვირზე რომ ძვლოვან სტრუქტურებს აშორებ ხა ძვალთან ურთიერთობა არ არის რბილწოვილთან ურთიერთობა ტრაუმულია იწევს აგრესიული ურთიერთობა და კინეული და თუმცა იყო ეპოქა ახსოვთ ეს ცნობილი ეპოქა ძობესი რომ ადგილობრივი კეთება. მე ახლა არ მახსოვს, მაგრამ აი უпроსორად ახლა არ ვიცი როგორ არის, მაგრამ მახსოვს რომ გლანდების ამოღება მაგალითად იყო არ შეიძლება არ აკეთებდნენ იმით ნარკოზით არ აკეთებდნენ. არა, იყო ადგილობრივი ტექნიკა. აი ხა ძგინდეს რაც შეეხება, ჩემს მეგობარს გაუკეთეს იქიდან მახსოვს უბრალოდ და აი რაღაც წარმოუდგენელი ზომის ტამპონები გამოქონდათ ცხვირიდან. ამას მე ვამბობ შორეული რა 30 წლის წინ ალბათ ცოტა მეტი შეიძლება. უახლოეს 10-15 წელიწადში ისეთი ევოლუცია განიცადა ჩვენს დარგში ქირურგიამ, რომ ბედნიერი ვარ, რომ ამ დროს მოუსწარი და ამ დროში მომიწია აქტიურმა საქმიანობამ პრაქტიკულად უტამპონობამდე მივიდა ცხვირის ასეთი შინაარსის ტრაუმული ოპერაციები. ეს პლასტიკური იქნება, უკვე უთაბაში როდ მიდის ოპერაციები, უთაბაშიც აღარ გამოიყენება. უნიშნელო ფიქსატორი უკვე ლეიკოპლასტირების დონეზე, ასე დავარქვათ.
შიგნით ხომ ტამპონებზე უკვე თხევადი ტამპონები შექმნეს, რომელიც ლორწოსთან ერთად გამოიდევნება გარეთ. სილიკონის ტამპონები შეიქმნა, მილიანი ტამპონები თუ ამის აუცილებლობა დგას ვილით გაშიგნით და გარკვეულ შვებასკვრის სუნთქვადობის არის კატეგორია რომ აი ვერ იტანს იმ წუთობრივ გაძნელებასაც კი სუნთქვის მოქმედებს ბევრ ემოციაზე მათ შორის და ასეთ რომ დაამზადეს ის და ყველაზე მეტად გადავიდა დღევანდელი ქირურგია ნაკლებ ინოზზე და ნაკლებ ტრაუმულზეც აი ეს ვახსენეთ სტამეს კი შეიცვალა ბორმანქანით ყურში ცხვირის ქირურგიაში სატეხები შეიცვალა პიეზო აპარატურით ნაკლებ ტრაუმულით ეს კლიბები რითაც მოკლიბვა ხდებოდა მძლოვანი სტრუქტურების უკვე პიეზოთი მუშავდება ეს ყველაფერი დანამატი წიაღები ცნობილი და აქილევსის ქუსლი ასე ვთქვათ ჩვენი რინოლოგიის ეს არის ჰაიმორიტები, ბრონქიტები, ეთმოიდიტები და სპენოიდიტები ეს მე მოდიში ახლა ისევ ჩაუბრუნდები ამ ანატომიას ანუ ამ სავალებს რომელიც გიდით არის შუაში გაყოფილი გვერდით კედლებზე დაკავშირებული ახლავს 8 წიაღი პირობი და 4 ერთ მხარეს 4 მეორე მხარეს ეს პირობითად აქედან შეიძლება შუბლის წიაღი არ იყოს განვითარებული მაგრამ ეს ანომალია ჰაიმორის ანუ ზედაღბის წიაღი აუცილებლად ვითარდება იმის ეთმოიდის წიაღიც აუცილებლად ვითარდება ძირითადი ძვლის წიაღი ტვინის ქვეშ ყველაზე ღრმა წიაღი ის შეიძლება 1 იყოს შეიძლება 2 იყოს შეიძლება მცირე ზომის იყოს შეიძლება რამდენიმე ეს ინდივიდუალურია მაგრამ პირობითად შევთანხმდეთ რომ 4 ერთ მხარეს უნდა ეს წიაღები ყველა ამოფენილია ლორწოვანით ისე როგორც ცხვირის ყრუა და მუშაობს ჰაერის გათბობაზე იგივე დატენიანებაზე წმენდაზეც და შესაბამისად ჩართულია ამ სისტემაში და საერთო ჯამში ერთ დიდ პერიმეტრს ქმნის შეხებითობით ამ ჰაერის ნაკადთან და ასე დროს ეს ცნობილი ჰაიმორიტები კარგად ცნობილი რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მცივი ქვეყნების ერთ-ერთი თავისტკივილი შუბლის წიაღის ანთებები ფრონტიტები იყო აი ძველ დროში რომელიც დღეს უკვე ისტორიას არ ვიტყვი მაგრამ პრაქტიკულად გამოყენებადი არ არის გარეგანი მიდგომები ჩარევებზე გათბობა მათგან არა ქირურგიული ჩარევები გარედან იყო ეს ცნობილი და დასახელების ოპერაციაა კელიანის ოპერაცია კალდაველუკის ოპერაცია დღეს ეს ყველაფერი ჩანაცვლა ენდოსკოპიური ქირურგიით ხო ნუ ენდოსკოპიამ სრული ის მოახდინა 20-30 წელიწადია ეს ისე აქტუალურია მსოფლიო სოფლიოში და ჩვენს ქვეყანაშიც ისე შემოაბიჯა ამან რომ დღეს უკვე გარეგანი ჩარევები პრაქტიკულად არ ხდება მართალია შრომა დაემატა, მართალია ემოციები დაემატა, პასუხისგებლობა დაემატა შესრულების, მაგრამ დამზოგავია და შედეგებზე ისეთზე გაყავს ქირურგი, რომელიც ავიწყებს იმ ემოციებს და იმ განცდას, რომელსაც ოპერაციული პერიოდიც ახავი. რა თქმა უნდა, ისეთი სარეაბილიტაციო პერიოდი ნაკლებ ინვაზიურია და კისტექტომიები, ანუ ეგრეთ კისტის მოშორება წიაღიდან, განსაკუთრებით ზედაღბის წიაღიდან, თუ ადრე კალდაველუკით ძილტუჩიდან შედიოდნენ და ასე ძაღლის ფოსოდან დიდი ტრავმატიზაციით მართალია 3-5 წუთში შეიძლება შესრულდეს ტექნიკურად, მაგრამ აი სამხელად აზიანება. მაგრამ აი სწორი ბრძანეთ პოსტოპერაციულად პაციენტი რო იღვიძებს და რო აღნიშნავს რომ არ წუხს, არ შპოთს, არ აქვს სისდენა, არ აქვს და არაფერი და მათ შორის ტამპონიც კი არ უდებს ცხვირში ჩვენ ამ ოპერაციების დასაწყისში ქონდა პატარა კურიოზები, რომ აი პაციენტებს უჭირდათ ამის გაგება, ანუ სისხლი არ მომდის, არ მტკივა, არაფერი სარკეში ვიხედები არაფერი, როცა მეზობელმა ასე იმანასე ამანისე და აი რა მართლა გამიკეთდა, მართლა ჩამიტარდა და დავიწყეთ ჩაწერები ოპერაციის. შედა და უყურეთ. ხო, ახლა საყურებლად ბევრს არ აქვს ამის გული, მაგრამ ალიბად დებთ უკვე რომ აი და რატო აქვს რეციდივები. აქვს განმეორებითობა. ამ კისტოზურ დაავადებებს, პოლიპოზური დაავადებები ჩვენი თავისტკივილი რინოლოგიის და იცით ეს პოლის სისტემური დაავადება არ არის მხოლოდ ცხვირი, აქვს ალერგია, შიდა ორგანოებში, ენდოკრინოლოგია და ძალიან ისეთი და ნაწილი ვირუსებიც არის ხო. დღეს მოვიდა სწორედ ის დრო, რომ აი შეიქმნა ალერგიის ცენტრი გოთუას ხელმძღვანელობით, რომელმაც მულტიდისციპლინური მიდგომა ჩადო ამ დარგში. რომ არა ერთპიროვნული, არა ერთი ექიმი
კომპლექსურად იყო კონსილიუმები, ხა ეს აღიარებული ფორმა მედიცინაში კონსილიუმების დონეზე გადაწყვეტა პრობლემების, მაგრამ ეს კონსილიუმები უკვე აი მულტიდისციპლინურ, მულტიპროფილურ მიდგომებშიც გადავიდა, რომ აი განსაკუთრებით ჩემ დარგში პოლიპოზებთან მიმართებაში. ოტოლოგიაში დიდად არა, მაგრამ ცხვირში პოლიპოს მხოლოდ ცხვირის ექიმი, ანუ რინოლოგი, ხალხურ ცხვირის ექიმი ვერ ებრძვის და შედეგს ვერ ღებულობს იმას, რასაც მიიღებს ალერგოლოგთან, ენდოკრინოლოგთან, კომპლექსურად იმუნოლოგთან თანწყობაში და აი ამ სფეროებით ერთობლივი შეტევით. ქირურგიას თავისი ფასი ყოველთვის ჰქონდა, და კიდევ ალბათ სულ ექნება და რატომ? იმიტომ რომ ერთ-ერთი რგოლია ის მავნე სიმსივნური პათოლოგია, რაც პოლიპი ქვია. ბუნებრივია უნდა მოშორდეს ორგანიზმი, მაგრამ აი მოშორების ადგილზე რომ ახალი არ აღმოცენდეს, არ წამოვიდეს რეციდივი ეგრეთ წოდებული და აღიარებული 13-ჯერ, 14-ჯერ, 15-ჯერ ნაობერაციული ძველებური მიდგომებით, ახლა ენდოსკოპიურმა ქირურგიამ ეს ფუფუნება მოუტანა პაციენტს და medicina's რომ თუ არ ერჯერადობს 2 ან მაქსიმუმ 3-ჯერ მაინც მოხდეს ჩარევითობა, თუ ნაყურადღებია ჩარევად კიდე არის მაქსიმალურად დამზოგავი, ანუ არაფერს არ რა თქმა უნდა, ნაკლები ნოზიურად სკოპის ქვეშ და სპეცინსტრუმენტების ქვეშ ხერხდება ისეთ უბნებში შეღწევითობა, რომელიც ადრე უნდა გაგეხსნა და ძირითადი ძვლისწიაღი ისეთ ადგილას არის თავის სფეროში, სადაც გარეგანი მიდგომა, ისეთი ტრაუმულია, ჩემთვის რომც მაჩვენო შეიძლება ვერც დამაჯეროთ, რომ ეს ნორმაა. და როცა ენდოსკოპი ახლა უკვე მივიდა ენდოსკოპიური ქირურგია იქამდე, რომ თქო საზღვარი გვაქვს ნეიროქირურგებთან. ცხვირის ზედა ნაწილი, ზედა საზღვარი არის, თავის ტვინის ქვედა საზღვარი და ერთი ღობე გვაქვს ასე თქვა. შუბლის წილი. და უკვე მივიდა ქირურგია იქამდე, რომ უკვე ნეიროქირურგიული სიმსივნე, ტვინის სიმსივნეები ნეიროქირურგებს, რინოქირურგებთან ერთად ცხვირიდან უწევთ ამოღება, ამას მეც შეუბედე, ასე ვთქვათ, მე უკვე დღეს საქართველოში უკვე ჩვენ შეუბედეთ ამას. გიპოფიზის ოპერაციები, ტრანსნაზალური, ანუ ცხვირიდან ხრელებიდან უდგება ქირურგი ენდოსკოპიური ოპერაცია. გიპოფიზის სიმსივნეები არც აქტუალურია ძალიან. და ნეიროქირურგიულ იმაში ახლა არის რაღაცები, რასაც ცხვირიდან ყველაფერს ვერ იზამ, მაგრამ არის რაც სიახლოვე აქვს სიმსივნეს ცხვირთან. გეოგრაფიულად რაც ახლოს არის. ხო, ტერიტორიულად ის ადვილია ცხვირიდან მოხერხდეს. და ეს იმუშავეს, იფიქრეს და აი დღეს რო იტყვიან აი მზა პროდუქტი დაგვიდეს და ამას ჩვენ საქართველოში უკვე შეუბედეთ და აქტიურად წამოვიდა უკვე ეს მიდგომები. აქტიურად უკვე ყველაფერი იცის. აი ტვინი ხო დახურული სივრცე, თავზურტვინის სივრცე, რომელიც სითხეში მოქცეული სტრუქტურა ტვინის, თავის და ზურგის ტვინის და როცა ეს იზოლირებული დახშული სივრცე ზიანდება ან ტრაუმულად ან სპონტანურად ხდება ამ სითხის გარეთ მაღალი წნევაა და გარეთ გამოდევნა და ლიქორია, რასაც ქვია აღიარებული. აი დახრილ თავზე ცხვირიდან წყლის წვეთვა, კი. და ასე დროს ცხვირის მიერი დახურვა ცხვირიდან ხდება ხო რაღაც სარკველების ზუსტად აი საზღვარი, სადაც ჩვენი საზღვარია, იქ ხდება მიგნება ამ დაზიანების და მისი დაწევა, დალატყვა და თუნდაც ესე დავარქვათ, მაგრამ ამ ტექნიკური შინაარსის ნამდვილი გაგებით ზუსტად რომ სპეციალური წებოთი და ხელოვნური ფურცლებით ხდება მისი ხელოვნური დურებით, ასე ვთქვათ, მისი აღდგენა ძალიან თვალი. კარგად მოგეხსენება, გარდა იმისა, რომ საცრემლე არხით გვაკავშირებს ერთმანეთს, საზღვარი გვაქვს. თუ ჩვენთვის ცხვირისთვის ზედამეზობელი ტვინია, გვერდითი მეზობელი თვალია. და თუ ტვინთან შედარებით კიდევ სქელი ძვალი გვყობს, სქელი ღობე, თვალთან ისეთი ღობე გვყობს, მიწევს ამის კეთება და თვალზე პალპაციით, ანუ როცა თვალის კაკალს ვეხები, ძვლის მიღმა, ძვლის გადაღმა ჩანს სიძარღვოვანი ქსელი, ორბიტის სიძარღვოვანი ქსელი და იმდენად აი ასეც ქვია ანატომიურად ლამინა პაპირაცია, ქაღალდისებური ფირფიტა
და ძალიან უფაქისესი შეხებაზეც კი ისე შეიძლება დაზიანდეს და საინტერესოა ხო იმ და გვიწევს აი ოსტეომები მშვიდობიანი სიმსივნეები ძვლის რომელიც გასკელებას იწვევს რომელიც ისეთ მოდის ზრდაში რომ აწვება როგორც ტვინის მხარეს ასევე თვალის მხარეს და თუ თვალის მხარეს წავიდა მისი ზრდა იწვევს ამ მშვიდობიანი და ყველაზე კეთილი მეზობლის იძულებულ ევაკუირებას გარეთ და რატო თვალს არ აქვს თუ ყველა ამ დანამატწიაღებს თავისი საზღვრები აქვს ძულოვანი თვალს აქვს მხოლოდ გვერდითი და უკანა კედლები წინა კედელი ღია აქვს და რო იტყვიან აი აივანზე გამოიყვანს როგორც მეზობელთან შეხვიდე კედლის გავლით და აიძულო გარეთ განდევნო აი ეს ზეწოლა მერე თვალი როგორი მგრძნობიარე და როგორი სათუთი და ფაქიზი ორგანოა კარგად მოგეხსენებათ მგრძნობიარე ნერვია 6 საათიანი ზეწოლა და შეწუხება ოპტიკუსის ანუ თვალის ნერვის შეუქცევადია თუ დროული ჩარევა ხდება 6 საათზე მეც ვეღარ პატიობს უკვე განსხვავებით სახის ნერვისა სახის ნერვი მამოძრავებელია და ამდენად იტანს იმ დროში განსხვავებალის აღდგენა შეიძლება რაღაცა პერიოდის კი დაზიანების შემთხვევაში გადაკერებულ ნერვსაც ახლა არა ისე სრულფასოვნად მაგრამ ნაწილობრივი აღდგენა შეუძლია აი თო ოპტიკუს ეს ფუფუნება არა ამას ვერ გვანიჭებს და აი ოპტიკუსი სფენოიდი რატომ აღვნიშნე კიდევ სირთულერითია სფენოიდის კედელზე მოიაზრება როგორც ოპტიკუსი ასევე შინდასაძილე არტერია ამის ქირურგია ძალიან მაღალი კატეგორიის სკელი არტერია ხო ის სკელი და ისეთი სკელი არის მაგრამ მისი დაზიანების მაგიდაზე ტოვებს პაციენტს მასზე შეუქცევადია დაზიანების შემთხვევაში ხელაწნევაში ლოცულობს ქირურგი და ნებრივია აქვს გარკვეული ნდობა და რწმენა ადამიანს პირველი ამას ლოცულობ რომ აი და ასეც ხატოვნა და ასეც ამბობენ რომ სფენოიდში შესვლას ადარებენ მძინარე დათვთან ბუნაგში შესვლას ისე უნდა შეხვიდეთ ამ დათვთან და ისე უნდა გამოიტანო მისი ნაგროვები თაფლი რომ თვალი არ გაახილოს თუ თვალი გაახილა და ჩაგიკრა დოქტორს ბუნაგში ხო აი ესეა არტერიას ამას ადარებენ ну ოპტიკუს ხო ცალკე ინტრიგა აქვს იმ მხრივ რომ თუ წვეთს შეუძლია ისხლის ერთ წვეთს რომ ის ხო ოპტიკუსის ნერვი არის ფალოპის არხში ძალიან თხელ კედლიან არხში და შეუძლია სულად შიშველიც იყოს მაგრამ მეტწილწილი არხშია და იქ მოხვედრილი მიკრო დაზიანებაც კი აი ერთი წვეთი რა უნდა მოიაზრებოდეს იმ ერთ წვეთს შეუძლია დააბრმაოს ადამიანი დროში თუ არ მოხდება მისი ევაკუიან დეკომპრესია ეგრეთ წოდებული და ეს ოპერაციები მადლობა უფლს ადაპტირებოდა კი და ეს ყველაფერი ხარ ას მოვაყოლე იმ ტექნოლოგიებს რომელიც მოიტანა დრომ მოიტანა მაგრამ ეს ყველაფერი თავისუფლად გეთებოდა ხელით ეს არის საოცრება ხო ეხა ტექნოლოგია საოცრებაა თავისთავად იმიტომ რომ რობოტი ვერ ჩაანაცვლებს მიუხედავად ჩემი პატივისცემისა ამ ტექნოლოგიასთან მაინც ადამიანი და ადამიანის გონება და ხელი და ფიქრი მართავს და განაგებს მას მაგრამ აი ხელოვნური ინტელექტი ახლა ეს თქვენ თუ ამას ცალკე გადაცემას თუ ცალკე მიმოხილვას მიუძვნით დიდი სიამოვნებით მოგისმენთ აი ხელოვნურ ინტელექტზე ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი ისე სხვა დანარჩენობა აი საუბარი ზუსტად რომ აი რა არის ეს რას გვიქადის დღევანდელობაში მე მადლიერიც ვარ დღევანდელი აი ამ წამიერი ფიქრით რომ მეც თავის და რა თქმა უნდა დახმარებას მიწევს ჩემი პროფილის მხრივ და სხვა ყველაფერში როგორც ყველას, მაგრამ ჩემ დარგში ძალიან მეხმარება და პლუს პაციენტებსაც გაუწია გარკვეული თანადგომა და თანაგრძნობას თუ თანა იმიტომ რომ ინფორმირებულები მოდიან და იციან. მინდა მივიდე რომ აი პაციენტი რომ შემოდის და უკვე თვალებში ეკითხება რომ მან იცის რა უნდა რასთან აქვს საქმე, რას მოელის აი ლამის პირის გაღებისთანავე ხდება რომ აი რას შევთავაზებ, რას დიაგნოზ დაუსვამ ამდენად ეს არ უნდა ვიღაც ჩემმა კოლეგებმა ეს ცოტა ისე აღიქვეს, რომ აი რატომ პაციენტმა იცოდეს და მწდობა მქონდეს, მაგრამ მე ჩემი გამოცდილება აისულა ახლო პერიოდების რაც არის ამ ინტელექტის ფეხმოკიდებიდან ხო გერმანიაში ასეც არის, აი ყველაფერს გიხსნიან აბსოლუტურად, აი
დიახ, ზუსტად ძალიან მარტივ რაღაც ნაწლავზე დამჭირდა ენდოსკოპიით გამიკეთეთ, ესე იგი მომიყვენ რას გააკეთებდნენ, რომ საიდან შევიდოდა ერთი ის მეორე იმასა ხო იმ სიგმაზე რას მოჭრიდნენ, იმას როგორ გადააკერებდნენ, ამას რას იზამდნენ. ამ წინასწარ ვიცოდი და ცოტა ესეთია რა, მაგრამ ну, კარგია რომ ინფორმირებული ხარ, რა იცი რომ ახსნაზეც, მაგრამ ხედავ რომ პაციენტიც და მეც იმ საერთო კმაყოფილებას ვიღებთ, რომელიც ძალიან გვადგება და რატომ თვითონ პაციენტმაც უნდა იცოდეს ხო რასთან ხო შეიძლება ასე თვალდახუჭული და ყურდა არაფერი არ იქნება, ყველაფერი კარგად იქნება, არა, შეიძლება ის ქართულებებსაც ყვებო და ისევ ხო ორი თქვენიო, ესო თქვენი თანხმობით ოღონდ ორი რა ქვია თქვენ სენაზე მაგას სტუდენტი პრაქტიკოს რეზიდენტი ალბათ ხო რეზიდენტი ხო ესენიც დაესწრებიან ხო დაესწრებიან და გაგვიწევენ და ეს ყველაფერი ინფორმირებული ხარ და აქედან გამომდინარე სხვანაირად ვერც ისწავლება ბატონო ვასილ ხო არანაირად ახლა მოცლიდან ყლაპის და წოვრის ეფექტი ისა რეფლექსის გარდა სუნთქვის და არაფერი სხვა და ყვება და ახლა დანარჩენი წოდნა პრაქტიკას უნდა შევიძინო და ასე გამოვიარე მე ასე გამოივლის ჩემი შემდეგი თაობას და ასე იქნება სულ ასე რომ და ნუ არ ვიცი მე ხელოვნური ინტელექტი ძალიან მოკლედ რო ვთქვა ერთხელ დღეს უკვე ვთქვი ერთ-ერთ იმაში აი როგორც ვირტუალური ენერგია რო მოათვინიერეს იყო რისთვის რომ ენერგიის წყაროებდა ყოფილიყო და ადგა და დურთა ადამიანმა და გააკეთა ბომბი და მოკლა სხვა და დღეს ანალიზ მოველი ამ ხრივა ჩემი პირადი და ალბათ მარტო ჩემი არა ვევრის რა ვიცი მე ძალიან კარგად ვიყენებ მაგრამ პარალელურად რაღაცეებში მეშინია რომ ბოლოს ვფიქრობ საშიშ რეგულაციები საჭიროა მაგრამ რეგულაციებს დაიცავენ ნორმალური სახელმწიფოები ეხლა არის არანორმალური ხო ფაქტია რომ არის არანორმალური სახელმწიფოები არანორმალური ლიდერებით აი იმათ როგორ შეუძლიათ ამ ყველაფრის დაცვა ამ ყველაფრის ისა ეგ არის ხო ეგ ცოტა სხვა თემაზე წავიყვანს ამაზე ერთი გადაცემა მაქვს გაკეთებული ოღონდ შორეული 2 წლის წინ იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტის 2 წელი ძალიან ბევრია იმდენი რამ იცვლება ყოველდღიურად პრაქტიკულად ხო ისეთ რამეებს და აქედან გამომდინარე მაგაზე ალბათ ერე და რა მაინტერესებდა მე მქონდა ადრე ახლა აღარ ვაკეთებ ამ ამბავს ცუდი რაღაცა ვიცოდი როგორც ცვირი გამეჭედებოდა ეს გალოზოლინის ხო არ შემეძლო ეს უსუნთქელობა არ შემეძლია მაგრამ მე მიგრძელდებოდა ესა შეიძლება 3 კვირა მესხა მეგობარი ყავდა რომელიც მე მგონი წლები ისხავდა ამ იმას ქსილომეტაზოლინის იმას ხო აი ახლა მაგ რა თქმა უნდა იქ ყოველთვის მიდევს მაგრამ 60 დღეზე მეც აღარ ხმარობ და ანუ აი ესეთი ცხვირის უბრალოდ სუნთქვის გამაიოლებლები აი ამდენად იმიტომ რომ ეს მარილები რო არის რაღაც ხვისის არ მშველის ეგენი არაფერი ჰიპოტონული ხო ჰიპოტონური ხსნარები ხო თუ ჰიპერტონული არა ჰიპერტონული 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდი არ მშველის ტყილად მარილიან წყალს ხლობ ხოლმე და ვისხავ წვირში და ეს ქსილომეტაზოლინი მშვენივრად ეგრევე ეთქვა იმას აკეთებს სპაზმს უკეთებს ამ იმგენს და ხოდა აი რამდენ შეიძლება თქვა მაგის გამოყენება ესეთი გვერდითი ეფექტი რო არ მოგცეს მერე და თუთი მე ვიცი ტიპების ხედან რა მაგის ხედან ყოველ შემთხვევაში როგორც ნარკოტიკზე ისე ნარკოტიკს დაანებებს ადამიანი თავს ალკოგოლს დაანებებს თავს სხვა ფობიებს არა მანიებს ასე თქვა თავს დაანებებს მაგრამ აი ცხვირის წვეთების თავის დანებება ბევრს კი არა ძალიან პრაქტიკულად ყველა ესე იგი მართლა ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია ჩვენი საქმიანობის მნიშვნელოვანი სეგმენტი ასე დავარქვათ ამ ცხვირის დამოკიდებულ წვეთებთან ბრძოლა არა ცხვირით დამოკიდებულ პაციენტებთან ბრძოლა წვეთების გადასაგდებად მოსაშორებლად. არ ვიცოდი, იმიტომ რომ ნუ ის ერთი მეგობარი ნამდვილად წლების განმავლობაში იჯდა და მეც რაღაცა მაკეთკენ მიმდიოდა ეთქვა საქმე, მაგრამ ცხვირი ხო ვახსენეთ, ანუ სუნთქავი ორგანოა, მარტივი ექსპერიმენტი, აი თუნდაც ახლა ჩვენი საუბრის 5 წუთიანი ინტერვალი ავიღოთ, დავიხშოთ ორი ვენესტო და ან საუბარიც გავაგრძელოთ და ან ყოფაც საუბრის ფორმატში ნახოთ. აი ვინ კომფორტული იქნება. კომფორტული და ვინ პირველი აუშვებს ხელს, ვინ პირველი შეძლებს გაძლებას.
და რატომ ალტერნატივა პირი მოგცა მე ბუნებამ რომ ვასუნთქოს მაგრამ ცხვირი თქვი რომ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო სრულფასოვანი სუნთქვისთვის და რა მხრივ რომ ჟანგბადი სრულფასოვნად აითვისოს ორგანიზმმა ასე დროს ეს შიმშილი რასაც ცხვირით უსუნთქობა იწვევს ვინცაც აქვს გამოცდილი ცხვირის სუნთქვის ხარისხი რა არის და დაეხშო ვირუსის გამო ინფექციის გამო წნევის მატების გამო ალკოჰოლის მიღებისას იცის მატება და გაფუება ასე დროს ბუნებრივია ხელი გაურბის სანამ ექიმთან მივა სანამ ამას ჩაუფიქრდება ხელი გაურბის შემავიწრობა და გამხსნელება მომენტალურად გიხსნის რა თქმა უნდა იმ წამიერა და წუთიც არ უნდა რამდენიმე დათვლაში მოქმედებს თუ აყოვნებს მოქმედებას ვამატებთ კიდევაც რომ არ ყოფნის 3-4 წუთი და ნახევარ ჩაცლამდე არის ესეთი რომ იტყვიან კარიერაც თუ ეს დარგი რინოლოგიის სანამ ეს იარსებებს ალბათ დეზაქტუალური იქნება სულ. აი გადაგდება ხდება მე აი როცა გაიგებ ამის ფას ბევრად კიდევ მეტად ხარისხიანი სუნთქვა მოდის ვიდრე ბუნებრივი სუნთქვა ფიზიოლოგიური სუნთქვა ასე ვთქვათ. წვეთ მოხმარებული ახლა მე რომ სუნთქავ და არ მაწუხებს წვირის სუნთქვა წვირის წვეთი როს რომ მივიღებ ვიტყვი რომ თურმე ეს არ ყოფილა ნამდვილი და აი თურმე წვეთ გამოყენებული წვირი მეტად კომფორტული და ნამდვილი აღმოჩნდება და ასე დროს დამოკიდებულება ფსიქოლოგიურად ემოციურად უკვე ხდის დამოკიდებულებას. გერმანიაში არის ძალიან მოდაში შემოვიდა ესეთი რაღაცა უკეთია. პლასტიკური სპეციალური ნესტოების გამშლელი. იმასაც ავხსნი ის არის ანატომიურობასთან კავშირში. ცხვირი ხო მილი ორგანოა, მაგრამ არა ასეთი კლასიკური მილის გაგებით არის. დაჭყლე დაკეცილი დაჭყლე რა ვიცი რაც ესეთი ნაპრავლისებური და შესაბამისად რაც ნაკლები კუთხეა მახვილი კუთხეა მით მეტი გამავლობა აქვს აერს ნაკლები და რაც მეტად ანუ მეტად იმატებს მახვილი კუთხე შესაბამისად სივრცეც მეტია და ამას ქვია სარქველი და ასე ამ სარქველს ადიდებს და შლის ამ ნესტოების ზომადობას ასე ნაპრალის ზომას და მეტ ჰაერს ნაკადს უშვებს წვირში მაგრამ აი რომ ვახსენე ცხვირ დამოკიდებული წვეთი ასე დროს ეს წვეთი რომელსაც მოიხმარს პაციენტი ესა შემავიწროებელი ნივთიერება რომელიც ნიჟარების სტრუქტურაზე მოქმედებს სხვა არაფერზე ვერც ამ სარქველზე მოქმედებს ეს ანატომიურად წვეთები ცხვირის წვეთები ვახსენე ჩვენ არის 6 ნიჟარა ადამიანის ცხვირში 3 სტრუქტურულად ეს ნიჟარა რა არის ეს ნიჟარა არის ძვალზე გადაკრული მე ასე ვხსნი ხოლმე პაციენტს აი როგორც მანქანის არეცხი გუბკა ასე დავარქვა აი ღრუბელი რომელიც წყლით გაჯერჯვებისას დიდდება ხელით რომ მოვდა პატარავდება აი ეს პრინციპია ზუსტად აქ სისხლის ნაკადის მატება იწვევს ამ ღრუბლისებრი ქსოვილის ამ ლორწქვეშა სივრცის გადიდებას ზომაში და შესაბამისად ამ სივრცეს იკავებს ამ ჰაერ გამოვალ სივრცეს იკავებს და ეს წვეთი რომელსაც იყენებს და აბრკოლებს ჰაერს რა თქმა უნდა ეს არის პრინციპი მეტი აქ მექანიკური პრინციპი ეს სხვა არაფერი არ დებს ამაში და ამ მექანიკურ პრინციპს მექანიკურად ვებრძვის ადამიანი ხო ეს წვეთი სიძარღვე შედგება 3 კედლისგან აი შუაკუნთოვანი კედელი რომელიც არის გადიდებული ზომაში და მეტი ნაკადი აქვს სისხლს რომელიც აფუებს შესაბამისად ბოლოს ეს გვაქვს შედეგი რომ გაფუვდა ეს წვეთი მოქმედებს ამ სიძარღვიან კედელზე და მის შეჭმუხნას იწვევს შესაბამისად სანათურიც პატარავდება და პატარა ნაკადი მიედინება და იფუშება იჩუტება თუ პატარავდება ზომაში და ანთავისუფლებს აერის გზას. აი ეს არის პრინციპი და მექანიზმი, მაგრამ ეს მუდმივი არ არის. გაიარა წავლის მოქმედება, ისევ გაიშალა ეს სიძარღვე, ისევ მოვიდა დიდი ულუფა სისხლის, ისევ გადიდა ეს ისევ დაახშოს უნდა დააწვეთე ისევ და აი ამ ხშირ მოხმარებაში სისხლძარღვის კედელი გადაგვარებას განიცდის ანუ დრეკადობის და ანუ ელასტიურობის ფუნქციას კარგავს ეს კუნთოვანი შრედა შესაბამისად პატარა უმნიშვნელო თავის დაბლა დახრაც კი რამე ნივთის ასაღებად იწვევს გაფართოებას წნევის მატება ნებისმიერი ცვლილება 5-10 ერთეული უკვე იწევს ხოში ანუ ის წერი ერთ პირაზე მეტი არ იხმარო თუ არ უნდა იხმაროთ ტურში შუილით გამოიხატება და ყურის ექიმთან არ უნდა წავიდეს ადამიანი პირველი წნევა უნდა გაიზომოს
თუ ყურში შუილი და დაგუბება იგრძნო, ისევეა ცხვირშიც თუ პირველი ხო ეს ხმაური ცნობილი და თავის ტკივილი ჩვენი როგორც პოლიპოზია. რამდენადაც ვიცი თუ არის როგორც პოლიპოზია თავის ტკივილი ჩვენი რინოლოგიის, ისეა ჩვენი ოტოლოგიის ტინიტუსი და ხმაური ყურებში და ამაზე თელი ისეთი ხალხი მუშაობს და ისეთი მეცნიერები და ლამისა ფილოსოფიის მივიდა მედიცინა იქამდე ჩვენი დიდი ექიმების წყალობით, ვინც ამ დარგში მუშაობენ, აი ბატონი გევანიშვილი, ვინც ამას ერთ-ერთი ფუძემდებელიც არის, აუდიოლოგიის სკოლის მივიდნენ იქამდე, რომ შემოხრუჭება ამ პროცესის შემშენელებაზე და ერთ დონე აი აქამდე მივიდა და აღარ აიწიოს. რიგ შემთხვევებში გამოკეთება, გამოსწორებაც კი ხერხდება უკვე. სიყრუებთან მიმართებაში არ ვახსენე აი დეციბელების დარტყმით ლოკოკინაზე შეიძლება სიყრუე შერჩეს ადამიანს. იყო შემთხვევა რესტორანში იქეება მამაკაცმა და დილით ყრუმ გაიღვიძა. დინამიკთან ყოფნიდა და საკონცერტო დარბაზებში იგივე აი ეს როკ კონცერტებზე ეს ყურსასმენები ეს მათი მოხმარების დეციბელები აი ეს როკი ახსენეთ რა ჯობია ზეპელინი გიყვართ ვიცი და აი ზეპელინის ის ემოციო ხო ხმადაბლა მოსმენა როგორ შეიძლება ახლა ის და ნუ არა ეხლა განსაკუთრებით აი ეს ეხლა რო გაიარა მატარებელმა ეხლა კი ვცდილობ ჯუბატოს ვიდო მაგრამ ის კაგენებოდ კაშმირი ყოლებოდ ის stairway to heaven ასე რომ მეც მოყვარული ვარ და მეც ერთ-ერთი თქვენის მეც მაქვს პრეტენზია რომ ცოტა ჩემი ცხოვას რომ მიყვარს ზოგადად მათი ხელოვნებები და 70-იანების მუსიკა დაწერილა ის კედელი და ის ცნობილი როკოპერები და ის ასე რომ გაფრთხილები და მოფერებით უნდა ყველაფერს მიუდგეთ და ერთ-ერთი ძალიან საინტერესო გაფრთხილებაზე და მოფრთხილებაზე მივალთ მე მინდა ესეც საინტერესო და ალბათ საჭირო რო თუ საკითხი როგორც არის აი არ ვიცი რა დავარქვა ხრინვას რა ქვია მეცნიერულად ხრინვა აი ძილში სუნთქვის შეჩერებას ხო ეს აპნოე რომელიც ხო არა ერთად არიან ხო ერთად მოძრაობენ ანუ აპნოე ხრინვის გარეშე განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს ხო აპნოეც აპნოე არის სოს აი როგორც სამაშველო სიგნალია მაგალითად ჩვეიცარული აპარატი ძინავს სიპაპ თერაპია ქვია მას ანუ უკეთია ძილში ეს ისა ნიღბით ძილი და დაწნეხილი ჰაერით სუნთქვა. კი ეს ახლა თქვენი მეგობარი და ის მაგრამ თუ ეჩვევა ამას ფსიქოლოგიურად ხო მაგრამ ხო ნუწლებია უკვე სხვა გამოსავალი არის საქართველოში გვიჭირს მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის თუ გვინდა რომ სრულფასოვნად ტვინმა დაისვენოს და მეორე დღე მეისთვის იყოს ნაყოფიერი და რატომ ხრინვიანები და განსაკუთრებით თანდართული აპნოეთი ანუ ძილში სუნთქვის შეჩერებით შემდეგი დღე არანაირად ნაყოფიერ შუქნიშანზე შეიძლება გონება გაითიშოს თუ საჭესთან და თუ პასუხისმგებლო საქმეებზე და ამდენად ასეთი შინაარსის პაციენტებს უკვე პაციენტი მოიაზრებიან ისინი საპასუხისმგებლო საქმიანობასთან არც აკარებენ ასე თქვა და ის ადისპეჩერო სამსახურებში საყოველთაო მძღოლ აი ავტობუსის და ასე შემდეგ ახლა პირად მანქანაზე ხა ვინ დაგიგზავნოს და აპნოე გამოლენმა და მაგრამ შუქნიშანზე გაღვიძებენ ანუ ეს აპნოე არის სუბთანევროლოგიური ხო ეს არ არის მხოლოდ ნევროლოგიური და რატომ ახლა არის ნაწილი ნევროლოგი და ნაწილი ობსტრუქციული მიანიშნებს რას სად ბრკოლდება აპნოე რა არის სუნთქვის შეჩერება ხო და რაღაც ბლოკის გამო რაღაც ხო რაღაც აღჭობს ადამიანს რაღაც ზღუდავს აერის გამოვლობას ამას სახარბიელოდ პაციენტის დასახარბიელოდ ძალიან აქტიურად იკვლევს ნევროლოგიც და ჩვენც ჩართულები ვართ რა მხრივ თუ მიაგნო რომ არის ობსტრუქციული დაწყებული სუნთქვა ხო ცხვირიდან ყიამდე არის სანამ ფილტვებში მოხდება ჰაერი ამ გზაზე გამავალ გზაზე თუ არის სადმე დაბრკოლება და ეს დაბრკოლება ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურად მოიაზრება ნაქი
რბილისასა და ნაკი. მისი რხევადობის დარღვევა, მისი ელასტიურობის დარღვევა და განსაკუთრებით უკან ზურგზემწოლიარე პოზიციას, ის როგორც ფარდა ისე უკან იხევს და კეტავს სასუნთ გზას და არატარებს აერს. და ეს არის ზუსტად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი. თუმცა თუ ნევროლოგია, სიპაპთერაპია ნომერ პირველი. მძიმე შემთხვევაში, აპნოების შემთხვევაში მიუხედავად ოპერაციებისა, მაინც სიპაპთერაპიამდე მიდის ბოლოს, მაგრამ თუ ახლობელი ყავს ადამიანი ოჯახის წევრი და ვინმე ისეთი, რომელსაც გულშემატკივრად თუნდაც ნებისმიერი სხვა, მაინც ასურველია ობსტრუქციული გამოვლინდეს და ეჯერადი ქირურგიით იმ ნაგზეზე მოქმედებით გათავისუფლდეს და ცხვირში ხაერის გაშვებით რო დავარქოთ ასე ამ სიპაპაპარა ამ ნიღბით ძილამდე საჭიროება რო აღარ მივიდეს და ამ ხრივ სახარბიელოც კი არის მისთვის და ფიქრობ შედეგების დადო თუ დადგინდება პოლისომნოგრაფიით ნევროლოგიური კვლევა პოლისომნოგრაფია თუ დგინდება რომ ეს არის ობსტრუქციული თვითონ ნევროლოგებსაც აქვთ ეს მოწოდება რომ ჩარევა მოხდეს ქირურგიული აგზავნიან ჩვენთან და ჩვენი ჩარევითობით შედეგებიც დგება სახარბიელო მაგრამ ძიმე შემთხვევებში და ნევროლოგიურად მართულ აპნოებში სიპაპთერაპია დღეს კაცობრიობის ყველაზე მიგნებული ფორმა ნაყოფიე და რატომ ტვინმა უნდა გაიაროს ის ფაზები ძილის რომელიც მეორე დღეს სიფხიზლეში განაგებს ფუნქციონირებას სტრაფიძილის ყველაფერი უნდა ხო თავისი მრუდია ფაზები ზუსტად და ამ ფაზების გამოვლით მეორე დღისთვის უკვე ტვინი სრულფასოვნად მართავს ყველა სტრუქტურა, ყველა ორგანოს და მათ შორის იგივეც აკეთებს ხრინვა, იგივე ხრინვა როგორც ნევროლოგიურად აღნიშნეს, ისე დეციბელებისგან გამომდინარე ტვინის ნეირონებსაც კი აზიანებს. ეს ნევროლოგების მიგნებაა და მათი ამოხსნილია თემა, მაგრამ ისე ახლა ჩემთვის როგორც არანევროლოგისთვის სოციუმში უფრო მაგრამ არ მაქვს უფლება რადგანაც მაქვს პრეტენზია ვიყო ექიმი ვიყო პროფესიონალი და აღიარო ჩემი კოლეგების მიგნებები ხალხურად წუხს ის ვინც მაგრამ აპნოე განგაშია აპნოეს მიყურადება არ გამო და რატომ ბოლო აქვს ძალიან არაკომფორტული ინსულტი და ინფარქტი. აპნოეს ყურადღების არ მიქცევას გარმოებულ პროცესებში, ასე რომ ჩემი თხოვნა. ხო, ხრინვაზე მაინც ის იმას შვები რომ ყურში გვაქვს ასეთი სოს არის რაღაცა მამანქანებსაც აყოლებენ ხო რაღაც გიჭირს აქვს ჭერზე კნობი მიაჭერს იძახებს. და ამიტომ არის ყურში პოლიპი სასმენ-მილში პოლიპი რო გაჩნდება თვალით ოტოსკოპით დათვალიერებისას მიკროსკოპით რო გარეთ სასმენ-მილში პოლიპი ბზინავს ასე დავარქვათ ეს არის სიგნალ პოლიპი ასეც არის ლიტერატურულად სიგნალ პოლიპ ანუ ყური რომელიც გაძლევს სიგნალს რომ მიჭირს და მომაქცია ყურადღება და ეს არის ერთ-ერთი ნიშანთაგანი холესტატომური დაავადებების. აი იმ დაავადების რომელსაც არ გააჩნია სიგნალი, არ გაწუხებს ტკივილით, არ გაწუხებს სმენის დაქვეითებით, რა თქმა უნდა. მაგრამ ისე არა, აი რასაც აი მწვავე ყურის ტკივილები ქვია და ხამე რომ გამოგიყვა სახლიდან და ხამის მორიგე ექიმთან ვიზიტს დაგიგეგმავს, ასეთი არ არის, მაგრამ აი ჩახედილი ყურში დაპოვნი პოლიპი, ეს არის სიგნალი. სოს ყურისთვის. აი ასევეა ის რა ვახსენეთ აპნოე. და აპნოეშიც არის მთელი კონგრესებზე, კონფერენციებზე, აი მთელი და მუშაობენ დიდი მეცნიერები აი მიგნება სწორედ ის ერთ-ერთი მიგნება გახსნა იმ ნესტოს გახსნა რომ მიაგნეს ნესტოს გამაფართოებას არის რბილის ასისთვის დაამზადეს ერთ-ერთი საწოვარა და ესე მეუცნაურა საწოვარას რა უნდა საბავშვო საწოვარას მოდელს არა და რუდიმენტია ხო ეს რბილის ასაჩვენი ხო არ არის ესეთი არა რბილის ასა არა ნაკი შეიძლება რუდიმენტად რუდიმენტში გაუშვა შეიძლება რომელიც გაუშვათ მაგრამ აი რბილს ასეს არა მოიგონეს ამაზე ოპერაცია მოიგონა იაპონელმა ჯერ კიდევ წინა საუკუნის 50-იან წლებში ოვულო პალატოფარინგოპლასტიკა
რომელიც ხელოვნური თაღის შექმნას ითვალისწინებს ნაქის და რბილისასის ნაწილობრივი შეწირვით, ასე ვთქვათ, მაგრამ იქაც აი მყარია ალბათ. იქაც აი მოხერხებულობა სჭირდება და რაღაცა აი ცოტა ქირურგიულია, რომ ზედმეტი უნდა მოგივიდეს, რომ ეს გამყოფი ბარიერი უნდა გაკეთდეს ყველაზე რა თქმა უნდა. ინდივიდუალური არ არის ეს შაბლონური, არანაირად. და უნდა გაგიმართლოს ექიმსაც და პაციენტსაც იმ ხრივ, ახლა გამართლებას მედიცინაში შეიძლება ისევე არ კონდეს პატივი ასე თქმის, მაგრამ მაინც გამართლებაში იტყვა და რატომ არც მეტობით არ უნდა მოაშორო ეს ქსოვილი და რატომ დეფიციტი არ შეიქმნეს ხელოვნური გამყოფის ყლაპვის აქტის დროს, როცა ადამიანი ულუფას გადაანაცვლეს პირისღრუდან საღლაპავისკენ ეს აქტი ასეთი ტვინიდან მართავადი ის არის ყლაპვის რეფლექსი რბილისასა ზემოთ იწევს და ხორცარქველი კეტავს სასუნთგზას ტრახეისკენ რბილისასა საზღვრავს ცხვირსა და პირისღრუს ერთმანეთისგან ხახის პირობითი ორგანოს ორად ყოფს ანუ ცხვირხახად და პირხახას საზღვრად აი თუ ეს ბოლომდე არ მივიდა უკან კედელთან იქ რჩება პატარა ნაპრალი და იმ ნაპრალში რასაც სვამ ნახევარი ცხვირიდან გამოდის და ეს ისეთი რამეა და თუ მეტი დატოვე შედეგიც ისე და აი ამ ოქროს აი რო იტყვენ ოქროს შუალედზე ოქროს სტანდარტი რაღაც აი ამ ცოტა მოწყობილი ადგილი თუმცა გადაცდენასთან და იმასთან კიდევ სხვა ფიოსები მაგრამ აი ის რასაც ამ ოპერაციებს და ამიტომაც არ უყვართ ეს ოპერაციები რომ აი ეს რისკები თითქმის ნულამდე დაიყვანდა და პაციენტ შვების ნაცვლად და რასაც შეუქცევადია ხო ვერსად გადაგდებულ ქსოვილს უკან ვერ მოიტან ვერ დააბრუნებდა. ასე დროს მოიგონოთ ლაზერები, რადიოტალღებით, ამ რბილისასის ჩხულეტებით, ანუ დამყრობით ნაციბურიზაცია, რომ გამყრიბდეს და რომ ფარფატებს ჩვარივით ფარდა სკელი გახადონ რომ შედარებით ნაკლები რხევადობა მიიღოს და ის აწოვარა ვახსენე ბოლო აქვს ისე დამზადებული ის რეზინის ბოლო წინიდან მართლაც აწოვარა რომ დაცული იქნეს და უკან ძილისას არ გადავარდეს და უკან არის მიდებ ფორმა აქვს ისეთი შექმნეს რომ რბილისასას ფიზიკურად ააკავებს ფიზიკურად იჭერს ანუ რბილისასა თუ ისე ფარფატებს ამით ხო ნუ ახლა ვიღაც ალბათ ერიკეთებს ოპერაციას არ აქვს სურვილი სიპაპთერაპია ეკეთოს აი ამ სიადვილით ძინავს და მარტო ოჯახის წევრი უყურებს სხვა ახლა ქუჩაში ვერ ივლის აწოვარად და ასეთი მთელი ისინი მიდის ამაზე სლიპაპნიაზე ანუ საერთაშორისო დასახელებით ამ სლიპაპნიას ცალკე შესწავლა და ცალკე მართულება აქვს ასე რომ ჩვენ ხა ყურზე ცხვირზე ვისაუბრეთ და მესამე სასუნთქი ნუ იქ მე მგონი იმდენი სალაპარაკო და საინტერესო თუ გვაქვს რა ვიცი ესეთი ვირუსი ახლა ვირუსს გაცდენილი ახლა ხახა ვახსენეთ ჩვენ ხახა არის პირობითი სტრუქტურული ორგანო ერთი მთლიანი ორგანო მაგრამ პირობითად სამ ზონად და სამ ნაწილად დავყოფილი. ოღონდ პირობითი განსაზღვრებით თუ ცხვირს მოსაზღვრავს თქვათ ნესტო და ქუანა, ყურს მოსაზღვრავს თქვათ დაფისავკი და შეგნით კიდევ სხვა სტრუქტურა. ამას აქვს პირობითი საზღვრები, ანუ ერთი საზღვარი არის ცხვირსა და პირს შორის საზღვარი, აი სადაც რბილისას ჭერდება ყლაპვის აქტის დროს, მეორე საზღვარი არის ხორხსა და პირის ღრუს შორის. პირხა ასე არის, ცხვირხახა, პირხახა და ხორხახა. აი ეს პირობითი საზღვრები და ეს ცხვირხახაში მოიაზრება ეგრეთ წოდებული ადენოიდები ხალხურად რო დღესაც პოლიპს არქმევენ საბავშვო ასაკში როცა გლანთან ერთად ანუ ტონზილექტომიასთან ერთად სრულდება ასევე პირხახაში მოიაზრება ეს გლანდები ეგრეთ წოდებული რომელსაც და ეს ნაკი და ასე შემდეგ და ეს უკვე ქვედა ზონაში ხორხახაში მოიაზრება ხორსარქველი თვითონ ხორხის ორგანო ყია და სახმოიოგებია ეს არის ის სივრცე და სახმოიოგების დონეზე მთავრდება ჩვენი პირობითი საზღვარი და მე ინაცვლებს უკვე ტრახეა და ბრონხები და ლოლები პულმონოლოგიურად ანუ ფილტვის მიერად და ეს რა ვიცი მე მგონი რაღაც ყველაფერი
ყველაფერს ვერ ამოწურავთ, იმიტომ რომ ეს სამივე ისეთი ორგანოა, რომ ამოწურვა ალბათ რთული იქნება, რომ ყველაფერზე მოგვეყოლა. ქირურგიული პროფილით ეხა იმდენია კიდევ უამრავი იქნება. ინტრაორბიტალური გართულებებთან ბრძოლა თუ არის ცხვირის ხრივის სიახლოვეს, რაც არის დღევანდელი ჩვენი ქვეყნის ეთუარი სიამაყეს არ ვეთქვი, მაგრამ ეთუარი სიკეთე, რამაც საშუალება მისცა დღევანდელ ჩვენს პაციენტებს პრაქტიკულად ჩვენს ქვეყანაშივე მოუგვარდეთ ეს თუ აქამდე ამ ქირურგიის საზიარებლად უცხოეთის ქვეყნებს სტუმრობდნენ, დღეს ეს ძალიან დიდი კომფორტია, კომფორტიც არის და მატერიალური ამბავია. ჩვენი დღევანდელობა აქ არ გულისხმობ მხოლოდ ჩემ თავს, დღევანდელმა ჩვენმა მედიცინამ მოიტანა ის სიკეთეები, რომ შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ თქვენს კლინიკაში, თქვენ იქ სადაც თქვენ მუშაობთ, ანუ ფაქტიურად ყველა ის ოპერაცია, რომელიც ყურთან არის დაკავშირებული, ცხვირთან არის დაკავშირებული, კიდე რამე არ გამომჩნევს, რაღაცა ეს ამ პარტავნებაში არ ჩაგვეთვლება, ჩვენს დღევანდელობას მის ამში სიტყვის კარგი და ჯანმრთელი გაგებით, ანუ რასაც პრეტენზია ქვია, გააჩნია, რომ გაუთანაბროს თავისი თავი გერმანულ, ამერიკულ, ახლა სულ მომავალში იაპონურ სტანდარტებსაც და ძალიან კარგი. მე აღწერაში რა თქმა უნდა დავტოვებ კონტინენტებს, იმიტომ რომ ზოგადად ასეთ თემებს ბევრი კითხვები მოსდევს ხოლმე, იმიტომ რომ ადამიანებს აინტერესებს საკუთარი თანაც ხო და იმედია რაღაც კითხვებს დასვამენ და მე კიდე შევხვდებით, არ არის პრობლემა, კიდე უფრო განახლებული ტექნოლოგიებით, განახლებული და უფრო მეტი ინფორმაციით თქვენგან წამოსულით, რა თქმა უნდა და მე ვიდა ძალიან დიდი მადლობა. გადაგიხადოთ და რა ვიცი, ისე იმედს ვიტოვებ, რომ კიდევ შევხვდებით და კიდევ რაღაც საინტერესოს მოგვიყვებით ამის თაობაზე და ისე ვიმეორებ. იმაზე მეც ვერა, რასაც თქვენ გვიყვებით, თქვენი მე სხვა რაღაცებზე და ეს პროფესიონალების მოყოლილი თავიანთ პროფესიის შესახებ არის ყოველთვის ძალიან საინტერესო ახლა, იმიტომ რომ როცა რაღაც ზოგად რაღაცაზე ლაპარაკობ, სხვა ამბავია და როცა ბათუმიდან თბილისამდე იმის ნაცვლად მუსიკა გვესმინა მე და ჩემს უახლოეს მეგობარს ტონიგეს თქვენს გადაცემას უსმინეთ მონუსხულებმა. მიხარია ძალიან. თან მოძრაობდით, თან მიხარია ძალიან. კომპლიმენტად თუ დიდი მადლობა. ხონად მიღდა, მოველით თქვენს მომავალ მიმოხილვებს და ასეთ საინტერესო თემებზე. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. მომავალ შეხვედრამდე. მშვიდობა და სიკეთე ყველას.